მე გიორგი ბაქრაძე, მოვედი მაფიის სათამაშოდ და ჩემთვის რეალურად მეორე თამაში არის, თუ არ ჩავთვლით ადრე ახალგაზრდობაში და ბავშვობაში ვთამაშობდი. Adbalens კალიტრო შევაფათ მაფიის სირთულე, ალბათ სადღაც 7 და 8 შორის იქნება. მარტივი თამაშის ცხადი არ არის, ძალიან ყურადღებით უნდა იყო, ბევრი დეტალს დააკვირდე სხვების ქცევაში, ან საუბარში, თუმცა უფრო რთული თამაშებიც იდეაში არსებობს. ფილოსოფოს წერილ ცნობილ ადამიანს. და ვიღაცა უნდა იყოს, ვინც კარგად ერკვევა ადამიანებში. და კარგად აკვირდება იმ დეტალებს, რომელიც მე ვახსენე. ამიტომ სავარაუდოდ დავამატებდი ზოგადად რო ვთქვა, ალბათ პოკერის კარგ მოთამაშეს, ეგ ალბათ მნიშვნელოვანი არის. და თუ მაინც ცნობილი გვინდა, იუნგს ან ფროიდს, ვისაც ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა. მოლოდინი მე ძირითადად თავი მოლოდინი არის, რომ გავერთობი და სიამოვნებას მივიღებ თამაშისგან. ვინ მინდა ვიყო, წინაზე რო ვითამაში ვიყავი მოკალაკე ჩვეულებრივი, ეხლა საინტერესო იქნება მეორე მხარეს. მოგესალმებით, მე ვარ სანდრო რაჩკოვსკი. რასაც როდის მოთამაშე, თამაშობ მე-4 ან მე-5 თამაშს მაფიაში მქონდა კარგი და მქონდა ძალიან წარე გამოცდილებებიც ამ თამაშის მიმდინარეობისა. დღეს არ ვიცი რატომ, მაგრამ პირველად მინდა რომ ვიყო მაფია და ძალიან მინდა რომ არ გავაცხადებ ვისთან, მაგრამ ერთ-ორ ადამიანთან მოვხდე გუნდში და სიამოვნებით ვითამაშებ მაფიის როლით. მაფიის სირთულეს 10 ბალიან შკალაზე შევაფასებდი 7-ით. რადგან ამ თამაშს ჭირდება ლოგიკა, ჭირდება ლოგიკური აზროვნება, ლოგიკური აზრის დალაგება, ჭირდება ინტუიცია, რომელიც ნიჭია და შეიძლება ყველას არ გქონდეს და ჭირდება დიდი სამსახიობო ოსტატობა. დავამატებდი პლატონს მაგიდაზე. მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მარტივი არჩევანი იქნებოდა ვინ მოგვიგო პირველ ღამეს. პლატონთან ერთად რო ჯგუფში ყოფნიყავი ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვიქნებოდი, თუმცა საკმაოდ კარგი ტყვია გაუნტარი ჟილეტი იქნებოდა ჩვენი გუნდისთვის პლატონი, რადგან ყველა დარტყმას თვითონვე თავის თავზე მიიღებ და თავისი გადაჭარბებული ლოგიკური კაზუსებით. მე ვარ ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მსახიობი, მწერალი და ტელეწამყვანი. მაფია ვითამაშე სამჯერ მომკლეს ძალიან მალე. ხან გამაგდეს, ხან მომკლეს, ხან მომიშორეს და ღმერთის სამობით კი არის, მაგრამ მე-4-დაც მინდა რომ ცადობედი. ორ შემთხვევაში იმიტომ მომკლეს, რომ კარგ მოთამაშედ მიცნობდნენ და ერთ შემთხვევაში იმიტომ მომკლეს, რომ ძალიან ცუდად ვითამაშე. მაფიის სირთულეს შევაფასებ 5 ქულით, იმიტომ რომ რაღაც შუალედურია და ასე მგონია რომ კარგად თუ წაგივიდა თამაში, შესაბამისი როლი მოგივიდა, შეიძლება მარტივადაც წავიდეს ყველაფერი და შეიძლება საკმაოდ რთულადაც. ამიტომ 0-დან 10-მდე შკალაზე ესე შუალედურ ციფრს ავიღებ. ტრადიციულად სიამოვნებით ვითამაშებდი როგორც პატიოსანი მოქალაქე, რატომღაც ესეთი ინტუიციურად ესე მგონია რომ დღეს რაღაცა დადებითი როლი მომივა. ან ექიმის, ან დეტექტივის პრინციპში სერიულიც შეიძლება. მოგესალმებით, მე ვარ ოთარ საბაშვილი, რასადროდის მოთამაშე, გუნდის კაპიტანი, მქონდა გამოცდილება მაფიაში თამაშის, ძალიან საინტერესო, ძალიან დაძაბული და ემოციური თამაში გამოვიდა და დიდი სურვილი მაქვს კიდევ ერთხელ მივიღო ეს გამოცდილება. ალბათ ექიმისა, დეტექტივის, იმიტომ რომ მაფიოზობა მაინც და მაინც ამხიბლავს და თან უფრო მეტი ფუნქციებით არის დატვირთული, ვიდრე უბრალოდ პატიოსანი მოქალაქე. ალბათ სადღაც 8 შევაფასებდი 10 ბალიანი შკალით. რთული რა ფსიქოლოგიური თამაშია. როდესაც როგორც ყველა ის თამაში, თქვათ იგივე პოკერი რო თქვათ, როდესაც დახურული კარტით, ანუ არასრული ინფორმაციის პირობებში იწევს გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ თამაში ასე ჩვენ თამაშობთ, ის შედარებით სხვა არის. იქ პრინციპში ინფორმაცია მაქსიმალურად მოწოდებული გაქვს, თუმცა იქაც არის ის ნაწილი, რაც უნდა გამოიცნო. თუმცა თუ იქ უფრო ინტელექტს უფრო მეტი წილი აქვს,
აქ ალბათ უფრო მეტი წილი ინტუიციას და რაღაც ფსიქოლოგიურ უნარს და სხვა ადამიანების გაჭვეტას აქვს. შესაბამისად, ჩემთვის პირადად გაცილებით რთულია ვიდრე რასადროდის თამაში. ნინო ფერაძე ხალხი თუ მიცნობს რასადროდისის თამაშიდან. მაფიას ამ ფორმატით ვთამაშობ მეორედ, პირველად წავაგე, ნახოთ დღეს როგორ გამიმართლებს. არ მინდა რა მომივიდეს მაფია, იმიტომ რომ ძალიან ვიტყვები და ჩემი საუკეთესო მეგობარი მიზის გვერდზე, რომელსაც ვერაფრით ვერ მოვატყუებ, იმიტომ იმედია რომ იქნები პატიოსანი მოქალაქე. გააჩნია, ჩემთვის არის ძალიან რთული, ალბათ რა ვიცი 8-9, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს ტყუილის თქმა და ის რა შემიძლია მე თვითონ მოვახდინო გავლენა იმაზე რა როლს შევასრულებ და წინაზე მაფია მომივიდა, ჩემთვის იყო ძალიან რთული ამის თამაში. უნდა შეგეძლოს ისეთი რამის მტკიცება, რისი ჩვენ თვითონ არ გჯერა, ანუ პოლიტიკოსივით უნდა იყო პრაქტიკულად. თუ მაფია მომივიდა, ალბათ ძალიან მალე დავიწყები, იმიტომ რომ დიდხანს ვერ ვითამაშებ და მალე გამოგდებენ, თუ პატიოსანი მოქალაქე ვარ, არავის დიდად ხელს არ უშლი, ამიტომ შეიძლება ბოლომდეც გავწლო. დავამატებდი ანი მარდელიშვილს, რომელსაც უნდა ეთამაშა დღევანდელი თამაში და სამწუხაროდ ვერ მოახერხა. ნიკოლოზ ჭურაძე, ხალხი მიცნობს რასადროდის გადაცემიდან, დიდი ალბათობით. მაფიაშიც ვითამაშე ერთხელ აქ არხზე. საქმიანობ პროფესიით ვარ Scrum Master-ი, Agile Coach-ი. ერთხელ ვითამაშე ესე აქ გადაცემაში. ცოტა უცნაური იყო, იმიტომ რომ სულ რაღაც კუსტარულად თამაშობდი ბავშვობიდან უნივერსიტეტის მეორე კორპუსში. ისე საინტერესო იყო და კარგი გამოცდილება. 0-დან 10-მდე შეფასებით დავიწყებ და სადღაც 8-9-ს დავუწერ, იმიტომ რომ მინიმუმ კარგ მოგონებებთან არის დაკავშირებული ბავშვობის და ხშირად თამაშობდი და მომწონდა. სირთულესაც შეეხება, თუ ხშირად იცვლით ხალხს, ვისთანაც თამაშობ, კარგია და რთულია. ერთი და იგივე ხალხში როცა თამაშობდი, ცოტა მოსაბეზრებელი იყო. ყოველთვის კარგი მოლოდინი მაქვს, როდესაც რამეს თამაშობ. მგონია რომ დღეს კარგად ვითამაშე. მე ვარ ია მეტრეველი, ხალხი მისნობს ალბათ რასადროდის თამაშიდან და აი ამ მაფიაში ვთამაშობდი უკვე მეორეჯერ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისე ვიქნები პატიოსანი მოქალაქე. მე ვარ მხატვარი და პედაგოგი, ვმუშაობ კერძო სკოლაში. თუ ვიქნები ანაკიმი ან დეტექტივი, ძალიან კარგი ჩემთვის როლია. როცა ვთამაშობ მაფიის როლში, მაქვს ღრმა შინაგანი კონფლიქტი, იმიტომ რომ ყოველთვის მინდა რომ მოიგო პატიოსანი მოქალაქე. ეს ძალიან რთული შეკითხვა, ვიქნები უფრო კონკრეტული. წინა თამაში ჩვენთან იყო გიორგი მოსიძე და მისთან თამაში იყო ძალიან საინტერესო, სამწუხაროდ დღეს არ თამაშობს. იქ არის მინიმუმ 2 ძალიან კარგი მოთამაშე, მაგალითად ნიკო. და თუ ვიქნები მაფიას, იქნება ალბათ ჩემი პირველი მსხვერპლი. სოსო ბერიკაშვილი, ეკონომისტი, ხალხი ალბათ მიცნობს რასადროდისიდან, კიდე ყველანაირი ინტელექტუალური და квиз შოუ მაქვს ნათამაშები სატელევიზიო და სხვა პროფესიულადაც ხშირად ჩანვარ ხოლმე ტელევიზორში, შეიძლება მანდელანაც მიცნობდეს ვიღაცა. რამდენჯერ მაქვს მაფია ნათამაშები არ ვიცი, დათვლილი არ მაქვს, თუმცა ბევრჯერ არ მაქვს ნათამაშები დათვლადი შეიძლება ყოფილიყო. ბავშვობაში ან სტუდენტობის დროს არ მიყვარდა, ყოველთვის თავს ვარდებდი ხოლმე. აქ რო ვიყავი წინა ჯერზე, არ მახსოვს რომელი სეზონი იყო, იქ მომეწონა და მაგის მერე რაღაც შეხვედრებზე, შეკრებებზე ვითამაშე, მათ შორის საზღვარგარეთ, გერმანიაში ვითამაშე. კომფორტული რამდენად არის, არ ვიცი, მაგრამ გასართობი არის და რთულიც არის. რაღაც მომენტში შეიძლება იყოს დაძაბული, შეიძლება ნერვიულობდე იმაზე, რომ წააგო, ვერ ითამაშო ისე როგორც გინდა ითამაშო, იმიტომ რომ სირთულე და მუღამიც ის არის და მაყურებლებისთვისაც შეიძლება იყოს საინტერესო, ეს მაყურებლები შეიძლება ინტერნეტში უყურებდნენ, შეიძლება ადგილზეც უყურებდნენ. სირთულე იმაშია, რომ მაყურებელმა იცის ვინ ხარ და შენც იცი, მაგრამ შენ არ იცი სხვები ვინ არიან და ეგ რთულია რა. ხანდახან შეიძლება გამოცდილიც რო იყო, მაინც სასაცილო და ბავშვური შეცდომები დაუშვა და ეგ საინტერესოა, მაგას მუღამი აქვს და ხო, რთული არის კი. გამარჯობა. თორნიკე კორძაია, მენეჯერი, ეკონომიკური და ფინანსური ანალიტიკოსი. ხალხის ნაწილი მიცნობს პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ალბათ მეორე ნაწილი სავარაუდოდ ინტელექტუალური თამაშებიდან. მაფია მითამაშია სტუდენტობის დროს, ალბათ ერთი პერიოდი საკმაოდ ხშირად, თუმცა საერთო ჯამში ალბათ მოყვარული მოთამაშე ვარ. რა როლი მინდა მომივიდეს და რატომ კომფორტულად ვიქნებოდი მაფიის წევრის
ან სხვა ისეთ როლში, რომელსაც რაღაც განსაკუთრებული როლი აქვს თამაშში მოკლედ. ესე იგი, ვის დავამატებდი მაგიდასთან ცნობილ ადამიანს, მკვდარ სამცოცხალს, აგატა კრისტის ან არტურ კონან დოილს დავამატებდი სიამოვნებით, ძალიან საინტერესო იქნებოდა. გამარჯობა, მე ვარ ქეთი დიასამიძე, UX მწერალი და თუ კი ვინმე მიცნობს, სავარაუდოდ რასადროდისიდან. მაფია რომ არ მოგატყუოთ, დიდად არ მიყვარს, მაინც და მაინც ჩემი საყვარელი თამაში არ არის, თუმცა ბევრჯერ მითამაშია, ჩემს სამეგობრო წრეშიც პოპულარულია. კარგადაც მითამაშია, ცუდადაც მითამაშია. არ მგონია რომ რაიმე განსაკუთრებული უნარებით გამოვირჩევი. დღეს რაზეც ვღელავ, ალბათ ის არის, რომ საუკეთესო მეგობრებთან ერთად მიწევს თამაში და მათ წინააღმდეგ გამიჭირდება ბოროტული ქმედებების ჩადენა. ძალიან არ მინდა რომ მაფიოზი ვიყო, იმიტომ რომ პირველად ვთამაშობ კამერის წინ და ალბათ უხერხულად ვიგრძნობ თავს და გამიჭირდება სტრატეგიის შერჩევა. თუ ვიქნები კეთილი და პატიოსანი, მაშინ ალბათ უკეთ ვითამაშებ დღეს. ესე მგონია და მეც მიშოვნია რომ პატიოსანი მოქალაქე ვიყო. გამარჯობა, მე ვარ გიორგი იაშვილი, მაყურებელი ალბათ მიცნობს რასადროდის თამაშიდან და ასევე კიბერუსაფრთხოების შესახებ ძალიან ხშირად სხვადასხვა ღონისძიებებიდან, იმიტომ რომ მე ვარ ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი. თვითონ თამაში მაფია მითამაში ალბათ ბოლო სტუდენტობის დროს, თუმცა ასე კამერების წინ და სტუდიაში არა, უფრო გართობის სახით მეგობრებთან ერთად პრინციპში გახსენება დამჭირდება ზოგადად უნარჩვევების და ასე შემდეგ და თავის დროზე ძალიან სახალისო იყო და მინდა რომ დღევანდელი თამაშიც ასევე სახალისო იყოს. პრინციპში როლის მხრივ ყველაზე არ მინდა რომ მოქალაქე ვიყო, გამომდინარე იქიდან რომ რაღაც აქტივობა და რაღაც პასუხისმგებლობაც იყოს და ვეროდ უფრო სახალისო და გასართობი იყოს და არა უბრალოდ რაღაც თავის დაცვის და ზედმეტი პასუხისმგებლობის გარეშე თამაში, მაგრამ ნახოთ როგორ გაგვიმართლებს. მაგიდასთან ალბათ დავამატებდი ამ განლაგებაში 12 ადამიანში მე მგონი აკლია და დეტექტივს მინდა რომ ვინმე მეგობარი ყავდეს და დავამატებდი ერკულ პუაროს. გამარჯობა, მე ვარ ბექა ხოჯავა, ფილოლოგი. ხალხი შეიძლება მიცნობდეს იქიდან რომ 2022 წლის შემოდგომის სერიის ბროლის მფლობელი ვარ. სკოლაში თამაშობდი საკმაოდ ხშირად, უფრო სწორად ბოლო კლასებში ძირითადად მაფიას თამაშობდი სკოლელები და ხშირად ვიყავი წამყვანი და ჩემი ერთ-ერთი გასართობი იყო რომ მაფიოზებს უნდა ქონოდათ, მაფიოზები უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ვისაც ჰქონდათ ტუზი. და მე როცა ვიყავი წამყვანი, არასდროს არ ვარიგებდი ტუზებს და ბოლოს როცა რჩებოდნენ მაფიოზები და იგებდნენ, თუნდაც არ იცოდნენ ვინ მოიგორა და მე იყო ჩემი საყვარელი გასართობი მაგ დროს სკოლაში. სიმართლე გითხრათ, ყველაზე ნაკლები გამოცდილება მაქვს მოთამაშეებს შორის და მე მგონი, ანუ ამ ფორმატში თამაშის კიდე დამატებით როლები რასაც არის შემოსული და მაგიტომ მირჩევნია რა პატიოსანი ვიყო და დინებას მიყვე, თუ რამე სტრატეგიას ავაწყობთ და გავუწევთ მაფიას წინააღმდეგობას ხო კარგი, თუ არა და რავი ჩვენზე უფრო უდანაშაულო და ჩვენზე უფრო კეთილი ხალხი შეუწირია მაფიას რეალურ ცხოვრებაში დიდად არ მინერვიულებ. ჯეიმს რანდოლფინის დავამატებდი, იმიტომ რომ ძალიან მომენატრა მაგ ადამიანი მაფიოზის როლში და სამწუხაროდ უკვე გარდაცვლილია და სიამოვნებით დავამატებდი ტონი სოპრანოს როლში ჯეიმს რანდოლფინის რომელიმე ადგილას. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ქართული YouTube-ის მაფიის მეოთხე სეზონით გიბრუნდებით, სადაც ასეთი შესანიშნავი შემადგენლობაა იმისთვის, რომ თქვენთვის შევქმნათ ეპიკობები. ჩვენთან რასადროდის მოაზროვნეები არიან, რომელსაც ჩატში გულები და აპლოდისმენტები თუ შეიძლება გავამხნევოთ ერთმანეთს. ძალიან მიხარია თქვენი ხილვა ჩვენს პროექტში. ახლა უკვე ჩვენს სივრცეში Fullroom Mafia, ჩვენ Fullroom-თან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ უკვე ჩვენს სივრცეს, სადაც ყველა გამომწერს შეუძლია რომ ითამაშოს ჩვენთან ერთად. არა მარტო მაფია, მეორე სართულზე გვაქვს ბილიარდები, PlayStation-ები და ასე შემდეგ და უკვე ხვალინდან შეგიძლიათ გახსნაზე მობრძანდეთ 2 საათზე და ერთად გავეცნოთ ამ შესანიშნავ სივრცეს, ვითამაშოთ მაფია და სხვადასხვა თამაშები გავერთოთ. მოკლედ გეპატიჟებით ყველას. თქვენც მეგობრებო, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მობრძანდეთ, გაერთოთ ბილიარდით, მაფიით და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაგიხარდებათ და მოგეწონებათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის.
სანამ თამაში დავიწყებთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორია ევროპაბეტ სპორტ ლიგა, რომელსაც უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო და ჩვენი მეოთხე სეზონის საპრიზო ფონდი იქნება 20,000 ლარი. ფინალში MVP-ები 12 MVP იბრძოლებს 10,000 ლარისთვის, ხოლო თუ ფინალში გადახვალთ, თქვენ ავტომატურად უკვე გექნებათ 500 ლარი. ასევე ჩვენ გვექნება კვლავ TikTok ედიტების გათამაშება, 4 გათამაშება და ესეთი საინტერესო კლიპები დაიდება TikTok-ზე, ედიტორები, არა მარტო გამოცდილი ედიტორები, ასევე დამწყები ედიტორები გააკეთებენ საინტერესო კლიპებს და ძალიან მოგწონს ხოლმე, მომწონს ხოლმე, რომ ეს რაღაც საინტერესო თამაშები და მონაკვეთები, სახალისოებიც ასევე იდება ხოლმე. ასე რომ, ასე გააგრძელეთ, ჩვენ უკვე მეოთხე სეზონს ვატარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ შემდეგ სეზონებშიც შევხვდებით. მე მგონი მზად ვართ, რომ დავიწყოთ, კარგი განწყობა გვაქვს და გთხოვთ, რომ დავაღამოთ. გავიკეთოთ ნიღბები და გავეცნოთ როლებს. იღვიძებს მხოლოდ პირველი ნომერი და გაეცნობა თავის როლს. მადლობა ბექას. გულები გაუსპამოთ ჩატში. და გაეცნობა თავის როლს. ვემშვიდობებით პირველ ნომერს. იღვიძებს მხოლოდ მეორე და გაეცნობა თავის როლს. ვემშვიდობებით. იღვიძებს მხოლოდ მესამე და მესამე ნომერი გაეცნობა თავის როლს. ვემშვიდობებით. იღვიძებს მეოთხე და გაეცნობა თავის როლს. ვემშვიდობებით. იღვიძებს მეხუთე ნომერი ვემშვიდობებით. იღვიძებს მეექვსე გაეცნობა თავის როლს. ვემშვიდობები. იღვიძებს მეშვიდე ნომერი გაეცნობა თავის როლს. ვემშვიდობებით. იღვიძებს მხოლოდ მერვე და გაეცნობა თავის როლს. ვემშვიდობებით. იღვიძებს მეცხრე ნომერი და გაეცნობა თავის როლს. ვემშვიდობებით. იღვიძებს მხოლოდ მეათე და გაეცნობა თავის როლს. ვემშვიდობებით. იღვიძებს მე-11 გაეცნობა თავის როლს. ვემშვიდობებით. და იღვიძებს მე-12 და ნახავს თუ რა როლი დაუტოვეს. ვემშვიდობებით. ყველა მივიცით უკვე როლები. თუ შეიძლება მაგიდიდან ხელები ავიღოთ, გავსწორდეთ, არ ვიხმაუროთ. აი ახლა იღვიძებს მხოლოდ მაფია და ეცნობა ერთმანეთს. დონმა დაიქნიოს ხელი, არ ვიხმაუროთ. ვემშვიდობები მაფიას. იღვიძებს დონი ხოლოდ და დონი გადახედავს ქალაქს, წარმატებებს უსურვებ. ვემშვიდობები. იღვიძებს მხოლოდ დეტექტივი და დეტექტივი გადახედავს ქალაქს. ვემშვიდობები. იღვიძებს მხოლოდ მანიაკი. მანიაკი გადახედავს ქალაქს, წარმატებებს უსურვებ.
მემშვიდობები, იღვიძებს მხოლოდ ექიმი. წარმატებებს უსურვებ. და თენდება უმაგრეს ქალაქში, სადაც პირველი ნომერი გახსნის მაგიდას, წარმატებებს გისურვებთ, მაყურებელს მიმართავთ, რომ ეს სივრცე იმდენად მოკლე დროში გავაკეთეთ, რომ სურათების ჩამოკიდვა საერთოდ ბოლო წუთებში მივხედეთ და შეგიძლიათ, რომ რაღაც ვარიანტები თუ გაქვთ, დავეხმაროთ, გამოგვიგზავნოთ, შევამკოთ აქაურობა, კარგი გარემო შევქმნათ, ასე ვთქვათ, სურათებით, პოსტერებით. მადლობა და პირველ ნომერს უსმენთ თქვენ ერთი წუთი გაქვთ. დილამშვიდობის ქურდებო, ავაზაკებო. რავი, პირველი ნომრის კვალობაზე რა შეიძლება ვთქვა? პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო YouTube მაფიას, რომ მოგვიწვია ისევ ეს ადამიანები ამ სივრცეში, იმიტომ რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც ძალიან გვიყვარს ერთად თამაში. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, რასადროდისის, რომელმაც დაგვეკავშირა, მაგრამ ასევე ნებისმიერი სხვა აზარტული ინტელექტუალური თამაშები და აქ კიდევ ერთხელ გვაქვს მაგის შესაძლებლობა, სხვა უნარების გამოსავლენა და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ძალიან გვიყვარს ეს ამბავი და მე მგონია, რომ თითოეულ ძალიან გვსიამოვნებს. თანაც ერთ დავამატებ, რომ აი ეს ის ხალხია, რომელთა წიაღშიც, ასე ვთქვათ, მე ყველაზე მთავარი მეგობრები შევიძინე, ძვირფასი ადამიანები და ასე შემდეგ და ამიტომ დღეს ვინც არ უნდა იყოს მაფია და ვინც არ უნდა იყოს სერიული თუ ექიმი თუ დეტექტივი, მგონია რომ მაინც თითოეული მათგანი კარგ ადამიანად დარჩება გარდა იმისა, ვინც მე მომკლავს. მადლობა, დასრულდა თქვენი დრო, ორ ნომერს უსმენთ. ასე შემდეგ ყველაფერს გადავწევთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რა შეიძლება თქვა, გარდა იმისა, რომ სრულიად ვეთანხმები სანდროს, ყველაფერში რა თქვა. გვიყვარს თამაშები და რაიმე დასკვნების გაკეთება ჩემი მხრიდან ჯერ ამ თქმა უნდა ადრეა. გარდა იმისა, რომ სანდრო ცოტა ნერვიულობდა, მაგრამ მე არ ვიცი რატო. ამიტომ ყველას გისურვებ წარმატებას. ნახოთ. ხო, ცოტა ნერვიულობდა, შეიძლება სად პატიოსანი შეიძლება არ იყოს. მადლობა. სამიას უსმენთ. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. მე მეშინოდა რომ მაფიაზე აღმოჩნდებოდი და მე მომიწევდა რომ მეგობრისთვის გული მეტკინა და მიხარია რომ ეგ საფრთხე აღარ მედის. რაც შეეხება წინა ორ მოთამაშეს, ამ ორ შორის მე პირიქით მეგონა რომ სანდრო რომ ძალიან მომხიბვლელი, კეთილშობილი ადამიანი იყო და არ ვიცი, მეეჭვება რომ ან უბრალოდ ვიცი რომ კარგი მსახიობია და შეიძლება მაგის ბრალიც იყოს, თუმცა მე რაღაც სანდროში ვერ დავიჭერა ეგ ვაიბები რომ მაინც და მაინც მაფიოზი იქნება. აი რაც შეეხება ბაქრიკას, მოთამაშეს ნომერ 2-ს. არ ვიცი, ცოტა გაუგებარი იყო რას ამბობდა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის. მადლობა, თუ დაასრულეთ გაპასეთ ხოლმე. 4 ნომერს უსმენთ. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. პირველ თამაშზე მაფიოზი ვიყავი და უფრო ის იყო სხვანაირი გამოსახულება ჩანდა აქედან და უცებ რაც შევამჩნიე, ბარემ მაგით დავიწყებ. რა შეიძლება ცოტა ეჭვის აღმძვრელი იყოს, მაგრამ რომ მოიხსენი, ეს ძალიან მომჭრა ამ განათებამ თვალი. იგივე შევატყე სანდრო რაჭკოვსკისაც, რომ ესეც ძალიან იშმუშნებოდა თვალებზე. ვერ შევატყე ოთარს. ერთადერთი რასაც დავაკვირდი ეგ არის. სანდროზე გიორგიზე არ მაქვს არაფერი დაკვირვება, უბრალოდ ეგ გაგიზიარეთ. კეთი მეპატიოსნება ძალიან მგონია რომ ზოგადად ძალიან სამი ნომერი ძალიან ალდი ადამიანი მგონია და გაუჭირდება რომ მაფიოზი რო იყოს ითამაშოს კეთილშობილი მოქალაქე და მგონია რომ მართლა მოქალაქე იქნება. მადლობა. 5 ნომერს უსმენთ. მოგესალმებით ყველას, მადლობა მოწვევისთვის. პრინციპში პირველ ეტაპზე ესეთი რაღაცა დასკვნების გაკეთება ცოტა რთულია, მაგრამ განვლილი 4 მოთამაშე რო შევაფასოთ, პრინციპში სანდროს პირველი მოთამაშე პირველის ნერვიულობის არგუმენტს ვერ ვიზიარებ მაინდა-მაინც, თუმცა აქეთ მხარეს მგონია რომ ჩემგან მარჯვნივ ანუ ამ 4-ში მაფიოზი სავარაუდოდ არის რაღაცა ინტუიციას თუ დავეყრდნობით და არა მაინდა-მაინც რაიმე ესე ლოგიკურ არგუმენტს, თუმცა რომელი არის ახლა აქედან გამიჭირდება.
ნუ ერთი იმდენად გამოცდილი მოთამაშეა, მაგალითად ნომერი 4, რასაც უყურებთ ახლა ამ თამაშში, ხო? მასზე ვერ გავაკეთებ პროგნოზს და დანარჩენი 3-დან შეიძლება, თუმცა მეორე ეტაპის თუ შემოვინახავ და არ გავანიავებ, ასე თქვა, დაკვირვებას. მადლობა. 6 ნომერს უსმენთ. მოგესალმებით. პირველად ვარ ამ სეტინგში ამ ადამიანებთან, როგორც სანდრომ თქვა, მართლა ამ ადამიანებთან ბავშვობიდან უმეტესობასთან სხვადასხვანაირი თამაშები მითამაშია და სხვადასხვა ამპლუაში მყავს ნანახი. ალბათობის ძალით ჩემამდე მაფიოზი უნდა ყოფილიყო. ვინ არის ამ წამს დაკვირვებას ესე ალბათ მაინც ვერ გავაკეთებ, ცოტა შემდეგისთვის შემოვინახავ. ჰაბიტუსიდან გამომდინარე მეოთხე მგონია მაინც რომ რაღაც ამბავ შეიძლება იყოს და დანარჩენი არ ვიცი. ჯეიმს განდოლფინი ხო ხარ? ის ჯერჯერობით ესე დასკვას ალბათ ვერ გავაკეთებ. რატომღაც შეიძლება მეორე და მეოთხე არ მეპატიოსნებოდეს პირიქით რა, არ ვიცი, ინტუიციის ძალა მეუბნება ეგეთ რაღაცა შეიძლება. დანარჩენი უნდა დავაკვირდე. ნუ ახლა სიბნელეში მიწევს ნაბიჯების აკეთებას, რომ იმაზე ტყუიანად არ ვეცდები თავის ამოჩენას, ვიდრე ვარ უბრალოდ მოთამაშეები ალბათობაზე რო აკეთებენ აქცენტს, მაგალითად მეოთხე ნომერმა წინაზე მაფიოზი ვიყავიო, თითქოს ამორიცხავდეს ეგ იმის ალბათობას, რომ ახლაც მაფიოზი იყოს რა და მაგ არგუმენტს მაინც და მაინც გონია რომ მაგიტო წამოჭრა ეგ არგუმენტი და რაღაცას ეჭვი აღმოიძრა, მაგრამ მინიმალური ეჭვია რა ამაზე რაღაცა სერიოზულ იმას დასკვნას ვერ გავაკეთებ, უბრალოდ მეგმენიშნა. რო წინა თამაშს მოსულ ხტომილებას თითქოს რაიმე რელევანტურობა ქონდეს დღეს. შეიძლება მართლა ჩემამდე 6-ვე პატიოსანი იყოს, მაგრამ მეოთხე ნომერი ყველაზე ნაკლებად პატიოსანი მგონია ამ ეტაპს. მადლობა. რუიანს უსმენთ. მოგესალმებით, სანსაციონალურია ჩემთვის. თუნდაც ამ ფორმატში ჩემ მეგობრებთან ერთად ყოფნა დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან რთული არის. ერთი კომენტარი სანდროს მომხიბლელობაზეც პირველი ნომრის უნდა გავაკეთო, ხო? სანდრო მომხიბლელია ცხოვრებაში და ჩვენ ყველანი პატიოსნები ვართ. მაგრამ ზოგიერთი პატიოსანი, ან არა პატიოსანიც შეიძლება იყოს ჩვენ შორის ისეთია, ვისაც თამაში შეუძლია. ზოგიერთ ნაკლებად შეუძლია თამაში. მე 4 ნომერზე არ ვიცი, ხო, ცოტა ზედმეტად გადავიდე შეტევაზე და შეიძლება იყოს შავი, მაგრამ პირიქითაც შეიძლება ხ თავიდანვე რატომ უნდა გადასულიყო შეტევაზე თუ მაფიოზია. ამიტომ მაინც 4 ნომერზე ვფიქრობ, წინა თამაში ერთად ვითამაშეთ, კარგად ვითამაშა და კარგად ინიღებოდა ჩემი აზრით, რაღაც ეტაპამდე მაინც. ამიტომ ერთადერთი მართლა მგონია რომ შეიძლება 4 ნომერი იყოს მაფიოზი და დანარჩენები ალბათურად ეხა ვიღაცა შეიძლება იყოს კიდე აქეთ ხარეს, იმიტომ რომ საკეთო არ, მაგრამ კონკრეტული მეტი მინიშნება არ მაქვს ჩემთვის. 3 ნომერი მგონია, ამაც ესე დაიწყო, რომ აი ხა პატიოსანი ვარ და რა საჭირო არის ამის თქმა, არ ვიცი. 3 ნომერი მაინც პატიოსანი მგონია. მაინც პატიოსანი მგონია და პირველ ნომერიც პატიოსანი მგონია, ესეც რაღაცა ბევრს არაფერს არ ეფუძნება და 2 ნომერი არ მგონია პატიოსანი. ნაკლებად პატიოსანი მგონია იმათთან შედარებით. დასრულდა თქვენი დრო. 9-ს უსმენთ. პირველი ნომერი მომეჩვენა რომ ოდნავ ღელავდა ისე რომ ფოლიც კი აიღო მისამე მოთამაშის სიტყვა იყო, რაც მის გამოცდილების მქონე მოთამაშისთვის ცოტა უცნაური იყო. მეოთხე ნომრის არგუმენტი შუქზე ბოლომდე დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ არ მგონია რომ ასე უცებ სპონტანურად მოეფიქრებინათ თვითონ რო არ ჯეროდეს, რომ ასე დაინახა. ამიტომ მეოთხე პირიქით ამ მომენტში არ მეჩვენება შავად. მეხუთე მოთამაშე მილოპარაკა ძალიან ცოტა, რაც მისთვის არის ძალიან უჩვეულო, ვიცი ცნობს, ამიტომ დავაკვირდები და დანარჩენზე ჯერ ვიფიქრებ. მადლობა. 10 ნომერს უსმენთ. მოკლედ, დავიწყოთ პირველი ნომერი, ცოტა ზედმეტად საჟიტრებულად მომეჩვენა, მაგრამ ეს როგორც ყველა აღნიშნა პროფესიით მსახიობია და შესაბამისად შეიძლება არაფერს ანიშნავს, ამიტომ ვერაფერს კონკრეტულად ვერ ვიტყვი. ნუ მეორე როგორ გითხრათ, ახლა მეორეს ცხოვრებისეულად არ ვედობი და აქაც ახლა დაკლები მაქვს მისი ვადობა. მეორეს და მეხუთეს ზოგადად არ ვედობი და ხშირად უშვებ ხოლმე და აქაც ალბათ მალე გავუშვებ, არ ვიცი, ნახოთ ყოველ შემთხვევაში. მესამე რა ვიცი, ეს დადებით პიროვნება ამის მაფიოზობა ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ხანდახან ზუსტად ეგრეა. მაგრამ მაინც ალბათ მესამესა და მეექვსესთან ერთად ვითამაშებდი. აი მეოთხეს შეტევა რაღაც ძალიან ისეთ წინასწარ დაგეგმილი რაღაცას გავდა.
მოფიქრებულს, იმიტომ რომ ეხლა აბსოლუტური სისულელე რა თქმა უნდა ეხლა თვალების მოფშოთა და შეჩვევა და თითქოს ეგეთ თავის ფსიქოლოგიური ხერხია, რომ ორი არგუმენტი თქვა, ერთი რომ წინაზე მაფიოზი ვიყავი, მეორე ის რომ მე რომ მოვიხსენი და თვალები მოვიმშვიდე, ესე თქვა რაღაც ფსიქოლოგიურად გვაგუებს იმას, რომ თვითონ თავისთავი ავტომატურად პატიოსნებში ჩაწეროს და ესეთი მეთოდი თითქოს რა ვიცი, მეოთხეს მაინც და მაინც კარგ ადამიანობაზე არ მეტყველებს. მეშვიდეზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მერვე ზოგადად პატიოსანი ადამიანია და მერვეს ალბათ გაუჭირდება, როცა მოიტყუება, მერვეს წესით უნდა შევატყო, მაგრამ ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. რა ვიცი, მაინც მე მეოთხე მგონია, რომ ცოტა ზედმეტად, რა თქმა უნდა, დაზუსტებით ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ზედმეტად აქცენტირებული შეტევა იყო და ზედმეტად გააკეთე თავის გამოყოფა და პატიოსო მხარეზე გადაყვანა. და ნუ მეორეზე და მეხუთეზე ზოგადად ცხოვრებისეული ეჭვი მაქვს ეს ამ თამაშთან აფერი კავშირი არ არის. 11 ნომერს უსმენთ? გამშვიდობის დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველი იმ არგუმენტს ვიტყვი მეოთხე ნომერმა რაც თქვა, 10 ნომერმა მიიღო ეს ემათ ბრალდებათ, მაგრამ შეიძლება პირიქით კარგი ან დეტექტივი ყოფილიყო, ან ექიმი და მაგიტო ყოფილიყო, სულ მართალი იყოს 4 ნომრის ლოგიკა, მაგრამ ხომ მაინც ვერ ხვდები რა სათქმელი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ბრალდება მივიტანო 4 ნომერზე. პირველ ნომერზე გონია რომ არ არის, უბრალოდ კარგად ხალისიანად ისე როგორც ველოდი და ისე როგორც შეეფერება, ისე გახსნა თამაში. ერთადერთი აი პირდაპირ რო თქვა, ყველაზე მეტად არ მომეწონა, არ ვამბობ რომ რა შეიძლება იყოს შავი, მაგრამ ყველაზე მეტად დავაკვირდები 5 ნომერს. იმიტომ რომ ილაპარაკა იმისთვის რომ ელაპარაკა და რეალურად არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს. Body language-საც ვაკვირდებოდი და ყველაზე მეტად ისევ 5 ნომრის, 2 ნომრის არ მომწონდა და ამ ეტაპზე გუნდში მე ვეყოლება 3 ნომერი, იმიტომ რომ მაფიოზი რო იყოს ზოგადად მეგობრობას გადავაფასებ მასთან, მაგიდის მიღმა 6 ნომერთან ვითამაშებდი, იმიტომ რომ მაფიოზი რო იყოს ალბათ თავიდან ბოლომდე წითელი იქნებოდა, ეხლა რადგან პირველად თამაშობს და თუ ესეთი სამსახიობო ოსტატობა აქვს, რომ იკავებს თავს ალალი იყოს მასზე, 3 და 6 მეყოლებოდა გუნდში, 5-ს დავაკვირდები და პერიფერიული მხედველობით ორიანსაც დავაკვირდები. 12 ნომერს უსმენ? რთული ამოსანა. ბოლო მოთამაშეები 10 და 11 ძალიან კარგი სიტყვა ჰქონდა, მე მისთან ვთამაშობ და ახლა ჩანს ასე რომ ან არ თამაშობენ პირველ მოთამაშეს, ან არ თამაშობენ მეოთხე მოთამაშეს და ალბათ შემოწმება აი დეტექტივის მხრიდან ყველაზე ინფორმატიული იქნება პირველ ან მეოთხე ნომერში. იმიტომ რომ პირველ ნომერთან არ თამაშობს მესამე, მეხუთე, მეოთხე ნომერთან არ თამაშობს მეშვიდე, მერვე და უკვე რაღაცა შანს, ასეთი გუნდები, რომელი მეორე შესახებ არაფერი შემიძლია თქვა, იმიტომ რომ მეორე ადგილი ძალიან არაინფორმატიულია. მე არ მომიშვენა რომ პირველი ნერვიულობს, მაგრამ პირველი და მეხუთე, თუ პირველი შავი მოთამაშე, მაშინ მესამე, მეხუთე და ალბათ მეცხრე არიან ზუსტად წითელი, იმიტომ რომ ისინი არ თამაშობენ პირველ მოთამაშეს, აი ასე ჩანს. და თუ მეოთხე არის შავი, მაშინ მეშვიდე და მერვე წითელი არის. და ამ პირიქით. ასე მეტი არაფერი შემიძლია თქვა. მე მომეშვენა რომ ბერნი ნერვიულობენ, მაგალითად მეშვიდე ნომერი ძალიან ნერვიულობდა, როცა ლაპარაკობდა. და ახლა ვნახოთ რა იქნება ამის დროს. მადლობა და ახლა დროა რომ დავიძინოთ, რაც დიდი ამბები მოხდება. ყველას ძინავს. ხელები ავიღოთ თუ შეიძლება მაგიდიდან ნიღბები არ მოიხსნათ ხოლმე, ოდნავ აიწიეთ, რომ მეტი ხვაური არ გამოვიწვიოთ. აი ახლა იღვიძებს მხოლოდ მაფია. ხმას ცოტა აუწიოთ. და ირჩევს მსხვერპლს. მიიღეს გადაწყვეტილება. იღვიძებს მხოლოდ დონი. დაეძებს დეტექტივს.
მემშვიდობები მიიღო პასუხი იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას მიიღო პასუხი მემშვიდობები დეტექტივს მანიაკი პირველ ღამეს არ იღვიძებს იღვიძებს მხოლოდ ექიმი და შეეცდება რომ გადაარჩინოს მიიღო გადაწყვეტილება და თენდება გათენდა, მაგრამ ცუდი ინფორმაცია მაქვს პატიოსანი ქალაქისთვის. თამაში დატოვა ნომერმა 10-მა. კარგით რა. რა თქვენი ბოლო სიტყვა დაგარეთ? ხო, რა ვიცი, ერთი მხრივ შეიძლება ამის მომიყვანთ. ერთი მხრივ შეიძლება მეოთხე ნომერმა მოკლედ თავიდანვე ერიში მოიტანა, ერთი მხრივ შეიძლება თუ ვიღაცა მაფიოზი ბერნადე მეოთხე ნომერი პატიოსანია სპეციალურად ჩემზე მოიტანეს ერიში, რომ მეოთხე ნომერი ვითომ გაისვაროს, ეგ ვარიანტიც არსებობს, იმიტომ რომ არ ამგონია მთლად ეგრე გაიყიდა თავისთავი, მაგრამ მაინც ვშები ჩემაზე, რომ მეოთხე ნომერს არ ვენდობი ამ თამაში მეორეს და მეხუთეს ცხოვრებისეულად, სულ კარგად ვენდებოდეთ. მადლობა დავემშვიდობოთ 10 ნომერს. ძალიან გული დამწყდა, მინდოდა თამაში, ფაქტიურად ვერაფერი ვერ მოვასწარე, ერთ წუთიანი სიტყვა თქვი. მაგ მაფიოზებს ხო გავიგებ ვინ არიან და თამაშს ვერ მე ჩემე ბურად გავუსწორდები. თამაშს გახსნის მეორე ნომერი. თქვენი ერთი წუთი. მოკლედ იმაზე დაყნობით, რაც მოვისმინეთ ჩემს მერე და რაც ძირითადი იყო და 10-მა ნომერმა რო დაგტოვა. მე მგონია, რომ ალბათობა იმისა, რომ 4 ნომერი არის შავი, შემცირდა ამით. მაგრამ მე რაღაცა ცუდად მენიშნა 8 ნომრის სპიჩი. ოღონდ აი წმინდა ინტუიციურად ვერ ვამბობ რა არ მომეწონა, მაგრამ აი რაღაცას რო დაიჭერდა რომ ვერ ამბობ რა. აი ეგეთი ის ქონდა, რომ აი რაღაცასავით თავი გასცა რაღაც კუთხით. 3 ნომერი რო ყველაზე პატიოსანი ის ყველა ვიცით. 5 ნომერზე ეჭვებსაც შეუერთდებოდი მე. და 12-ს. კანდიდატურა ხო არ ყავთ? 8. მიღებულია 8 ნომერი. 3 ნომერს უსმენთ? მეც შეუერთდები მე-5 ნომერზე და ვიტყვი რატო? იმიტომ რომ უცნაურად იქცევა. ჩემთვის ეს ადამიანი ესეთი მე არ მინახავს. შესაბამისად, მგონია რომ რაღაც როლი აქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც მაფიოზია და ესე ერთი ხელის მოსმით არ მენდომებოდა რომ წავიდეს. შეიძლება პირიქით საჩვენო როლი ქონდეს, მაგრამ ხო რაღაცა უცნაურად იქცეოდა. რაც შეეხება 4 ნომერს, მე სპეციალურად უყურე წინა თამაშს, სადაც 4 ნომრის ბენეფისი იყო, ესე ვიტყოდი და აბსოლუტურად განსხვავებული ტაქტიკა აქვს ეხლა და მაშინ ჩემი აზრით მე შევატყე რომ მაფიოზი იყო და ეხლა მგონია რომ აბსოლუტურად ახლოსაც არ ჩაულია მაფიასთან დღეს. და არ ვიცი, შეიძლება ვწდები, არ მინდა რომ ხელი დავაფარო მაფიას, მაგრამ ნუ ხმას ვტოვებ 5 ნომერს. დავასახელო 5 ნომერი. კი. მიღებულია 4-იანს უსმენთ? ჯერ წინა იმაზე არ გავაკეთებ კომენტარებს, თუ დამასახელებთ, მე დავიცავ თავს, უბრალოდ დაკვირვება გავაზიარე და მე კი ვინანე რომ ეჭვის მომტანი ვიქნებოდი, მაგრამ მაინც. პირველ ნომერს დავასახელებ 1-ს, იმიტომ რომ პირველ ღამეს რო არ მოკვდა ძალიან საეჭვო, ანუ მე რომ მაფიოზი ყოფილიყავი, აი დავაკლავდი ეგრევე და მესამედ გავუშვებდი. 1-ს პირველ ნომერს დავასახელებ, 5 ნომერი არ ვიცი რა, ესე ცხოვრებისეულად ხო ამდენი ხანი ჩუმად არასდროს მინახავს და მინდა რომ დიდხანს იცოცხლოს და დაუთქვი ამ სიჩუმით, მაგრამ ისედაც მგონია რომ მაგდენის კონტროლი შეუძლია. 6 ნომერზე რაც 11 ნომერმა გააკეთა დასკვნას ცხოვრებისეულად, მგონია რომ ძალიან შეეტყობოდა, რომ ენერგიულა და ცოტა ხანი გავჩერდები. ცოტა საეჭვო არის 7 ნომერი რა. როგორც ჩანს
10 ნომერში შევცდი წეღან, თუმცა დაკვირვება იყო კიდევ ერთხელ გეტყვით და ერთადერთი მოწოდებას გავაკეთებ, რომ თუ შერიფი ვინმე არის და სხვა არის 12 ნომერი გადაამოწმოს, იმიტომ რომ შერიფი როცა იყო ძალიან ჭკვიანად ითამაშა და ეხლა თუ მაფიოზი არის, მგონია რომ საშიში იქნება და გადავამოწმოთ. მადლობა. 5 ნომერს უსმენთ. პირველი რომ მოქალაქის გავარდნამ ძალიან დიდი შემოიტანა ერთი მხრივ რომ 4 ნომერი ჩემ თვალში უკვე პრაქტიკულად აღარ არის მაფიოზი და ან არანაირი ეჭვი ამის თაობაზე აღარ არის გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ცალსახაა ჩემთვის ვისაც ჰქონდა შეტევა 10 ნომერზე პირდაპირ 10 ნომრის გავარდნა იმ ღამეს ძალიან მარტივი და ძალიან ბავშვური ის მგონია თუმცა ესეც რა თქმა უნდა შეიძლება საწინააღმდეგოც იყოს აქეთ მხარეს ერთ-ერთი ჩემ თავზე ვიტყვი რომ უბრალოდ იმის გამო რომ მართლა პირველად ვთამაშობ ამ თამაშს ერთი 10 წლის მერე და კამერების წინ მით უმეტეს მინდა რომ რაღაც კუთხით არ ჩანაწერი არ მიყურებია სხვათა შორის და ამის გამო მინდა რომ რაღაცნაირად დავაკვირდე და რაც შეეხება დასახელებას ერთი მხრივ პირველი ნომერი არის რომელიც სავარაუდოდ არა იმის გამო რომ თურმე მანამდე გავარდნილა ბევრჯერ და რაღაცა მე რო არ მიყურებია ის თამაშები თუმცა რაღაცნაირად აი ინტუიტიურად ისიც რომ რეალურ ცხოვრებაში როგორ იქცევა ადამიანი და მაგიდასთან როგორ იქცევა ერთადერთი შეიძლება დასახელებისგან თავი შევიკავო მაგრამ დაკვირვების რეჟიმში მყავდეს იმიტომ რომ რაღაც შეცდომის უფლება არ გვაქვს მეორე ეტაპზე მით უმეტეს დასრულდა თქვენი დრო 6 ნომერს უსმენთ აი მე ესეთ რაღაცას ვიტყვი რომ მე-4 ნომერზე შეტევა მე მგონი მანამდე როგორ მოხდა არ ვიცი რაღაც ამბავში მე რო თქვი მე ძალიან ამყვა დანარჩენი მაგიდა ესეთ არწმუნებულ საერთოდ არ მithქვია რა ერთ-ერთი არის რაღაც ამბავში ეხლა უფრო მგონია ჭური რო შეიძლება შენ იყო ვიდრე მანამდე და სიმალე ვთქვა კიდე რატოღაც მე-11-ზე მგონია ეგეთივე რაღაც იმიტომ რომ ძალიან დალაგებულად რაღაცა ისე ჩამოაყალიბე დაშკარის ამბავი რომ შეიძლება ამის რაღაც ექსპერიენსიდან ესე მოდის რა აი არ ვიცი ჯერჯერობით ეს შეხედულება მაქვს სულ მე-4 მე-6 αλλά მეორეზეც არ შევცვლი მოდი ჯერჯერობით იყოს 2-4-6 კი არა 2-4-11 ალბათ მე-6-ზე მე ვარ მივიღო ვინმეს კანდიდატურა მოდი ჩემგან 11 იყოს კი ბატონო მიღებულია 11 7 ნომერს უსმენთ ანუ ერთი ის არის რომ ამ თამაშში ყველა არგუმენტიდან შეიძლება გამოიყვანო კონტრარგუმენტი ხო და ერთი ის არის რომ ხო არალოგიკური იქნებოდა მე-4 ნომრისგან 10-იანის პირველივე ღამეს გაგდება როცა აშკარად ის იყო დაძაბულობა მათ შორის მაგრამ მეორე მხრივ ხო ჩვენს ყველა ამას ვფიქრებდით რა პირველი ღამის მერე რომ არალოგიკური იქნებოდა და შეიძლება მისი გადმოსახედიდან ლოგიკური ყოფილიყო პირიქით ეგ არის ერთი ის მეორე მხრივ ის არის რომ თავის ფიჩში 10 ნომერმა ორი სხვა მოთამაშეც გააბრაზა და მათ შორის რომელიმე რო ყოფილიყო მაფიოზი შეიძლება და რომელიმე თქონოდა პირადი ვენდეტა მის წინააღმდეგ ხო და ასე რომ არ ვიცი მიყვე თუ არა ალბათ ერთადერთი წასული მოთამაშის იმას ლოგიკას მივყვებოდი და 2-4 და 5 შორის ავარჩევდი კანდიდატს და მართლა მაქსიმუმ შორის ყველაზე არაბუნებრივი ქცევა მე-5 ნომერს ახასიათებს და ამიტომ ჩემი კანდიდატი ალბათ მე-5 ნომერი იქნებოდა. მადლობა. 8 ნომერს უსმენთ. ძალიან თული სიტუაცია არის, თუმცა ხა კიდევ თუ გავარდება ამ პატიოსანი მოქალაქე ცოტა სიტუაციაში აღმოჩნდებით. რთულია დასკვნების გამოტანა 4 ნომერი მე თავიდან ეჭვიც მივიტანე, მაგრამ ისიც თქვი რომ გამოცდილი მოთამაშეა და ესე აგრესიულად არ დაიწყებდა მით უმეტეს არ შეიძლება ეს გარკვეული ტაქტიკაა, მაგრამ მით უმეტეს ესე არ გააგრძელებდა, რომ გამომჟღავნებულიყო და 7 ნომრის ლოგიკა მეც მქონდა, იმიტომ რომ აქ რაღაც პირადი შეტევაც იყო 2 ნომერზე და 5 ნომერზე. ასევე 2 ნომერი ერთის მხრივ კი ეჭვს ამბობს 5 ნომრის მიმართულებით, მაგრამ ისეთი ეტაპი არის თამაშის, რომ შეიძლება მაინც მუშაობდნენ ერთად რა. და ჩემი დასახელებაც არ ვიცი, ლოგიკა არ თქმულა იქ, მაგრამ ეგეც შეიძლება იმიტომ იყო, რომ ჩემ წინააღმდეგ წამოვიდა. არ ვიცი, მიჭირს კანდიდატურის დასახელება, ალბათ მაინც 5 ნომერს ვიტყოდი რა. მადლობა. 9-იანს უსმენთ.
ხო, ცუდია რომ პირველი მოთამაშეს ლაპარაკი ჯერ ვერ მოვისმინე, რომ გადავამოწმო ჩემი პირველი ვარაუდი, ამიტომ ჯერ ისევ იმ აზრზე ვიქნები. მეოთხე მოთამაშე ისევ მგონია პატიოსანი, მიუხედავად იმისა, რომ ის არგუმენტი, რომ არ მოკლავდა 10 ნომერს, რომელმაც მასზე ეჭვი მიიტანა, არ მგონია ბოლომდე სწორი, იმიტომ რომ მანამდე სხვებმაც მიიტანეს მასზე ეჭვი. მან პირიქით ყველაზე მეტი ვარაუდი მის მიმართ გამოითქვა, მაგრამ ჩემთვის მაინც პატიოსანი მოქალაქედ რჩება. მეხუთე საკანდიდატურას დაუჭერ ალბათ მხარს მე. მეექვსე პატიოსანი მოქალაქე მგონია, რატომღაც ის რომ 11-ს ქონდა ძალიან დაალაგებული ლაპარაკი, იქ არ მეკურს, იმიტომ რომ ძალიან ღირებული მოთამაშეა და ყოველთვის სწორი პოინტები აქვს ხოლმე და დიდი იმედი მაქვს რომ 12 არის პატიოსანი მოქალაქე, იმიტომ რომ სხვანაირად დარხეული გვაქვს და იმეც ვიტყვებ რომ პატიოსანია. მადლობა. 11-ს უსმენთ. მოკლედ მეოთხე ნომერზე ვიტყვი, არ ქონდა ეჭვი და ეხლაც დიდად არ მაქვს ეჭვი, უბრალოდ არ ეწყინოს თვლი, რომ შეცდომა დაუშვა იმაში, რომ თქვა მე-10 ნომერზე რაღაცა, მე რომ მაფიოზი ყოფილიყავი, აუცილებლად გავისროდი 10 ნომერზე და ამიტომ მგონია ჩემი ლოგიკით, რომ გამოცდილი მოთამაშე გაისროლა 10 ნომერზე. იმიტომ რომ 4 ნომერმა რო თქვა, რომ 10 ნომერის თვალებზე რაღაცა მოვიდა, შეიძლება სრულიად სიმართლეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არის მაფიოზი. შეიძლება იყოს დეტექტივი, შეიძლება იყოს ექიმი და რაღაცა ღირებული ინფორმაცია მიიღო მაფიამ და გაისროლა იმ ადამიანზე, ვიზედაც რაღაცა ღირებული ინფორმაცია ჰქონდა. შესაბამისად, მაგიტომ მგონია, რომ გამოცდილი მოთამაშეებიდან უпростоოდ 1-დან და 12-დან მგონია, რომ ერთი მაფიოზი არის აუცილებლად. Und კონკრეტულად რომელი ვერ ხვდები. ჯერ. მოდი იყოს 12 მაინც, ერთი ხო დასახელებულია. იყოს 12. მიღებულია 12 ნომრის კანდიდატურა. 12-ს უსმენთ. როცა მე და მოთამაშე ლაპარაკობ და მე მეგონა რომ ძალიან გავს დეტექტივის სიტყვებზე. და ალბათ ზუსტად იგივე ეგონა შავი გუნდი. და იმიტომ მე 10 იყო პირველი მსხვერპლი, მე მეგონა მე ვიქნები და ალბათ შემდეგ. ახლა ჩანს ორი ასეთი გუნდი, მეორე მესამე მოთამაშეები ერთად თამაშობენ, მე-9 და მე-3 ერთად თამაშობენ, მე-7 მერვე ერთად თამაშობენ. მე-6 ცოტა ესე მოძრაობს სხვადასხვა გუნდების შორის და მე მგონია რომ პატიოსანია და ჯერ არ ვიცი როგორი. და მეოთხე მოთამაშე ისეთი აი პროსტა თეთრ ბატკანივი ძის და გამოიყურება როგორც ყველაზე პატიოსანია აი მაგიდაზე საერთოდ. და ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა და თუ ცოცხალი დარჩება, მაშინ ეს იქნება ძალიან ასეთი საშიში ნიშანი. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და ჩემი კანდიდატურა ალბათ იქნება მე-7. მიღებულია. იმიტომ რომ ლაპარაკობ და სულ კანკალებდა ეს. მადლობა. სანამ პირველ ნომერთან გადავალთ, დასახელებული კანდიდატურები არიან 8, 5, 1, 11, 12, 7. ამ თანმიმდევრობით. პირველი ნომრის 1 წუთი. მოკლედ თავიდანვე მქონდა მე ეჭვი აღებული 3 კანდიდატზე. 5-ზე, 8-ზე და 12-ზე. განსაკუთრებით 5-ზე და 8-ზე. პირველი რაუნდის გამო. როდესაც მეოთხე მოიტანა ჩემზე შეტევა და პირველი ნომერი დაასახელა, ველოდი 5 აყვებოდა თუ არა. იმიტომ რომ მაფია 5-მა იგრძნო რომ მასზე ძალიან ბევრი ხელი წავიდა. ძალიან ბევრმა მიიტანა ეჭვი და მაგ დროს მაფიას აწყობს რომ მეორე თანაბარზომადი კანდიდატურა გამოვლინოს და 5-მა მგონია რომ დაიჭირა რომ მე მქონდა ამის პოტენციალი და აყვა მეოთხეს. ამიტომ ამ ჩემი საეჭვო სამეულიდან ყველაზე მეტად 5-ზე მივიტანდი ეჭვს. ამის შემდეგ მერვე მგონია თუ პირველი ჩემი ვერსია მართლდება, მერვე მგონია რომ იგრძნო 5 როგორც ჩიხში იყო შესული და ამიტომ 5 გაწირა მაფიას ეგაც ჩვევია რომ თავისიანი გაწიროს როცა ხვდება რომ ყოველას თვალში განწირულია და მოკლედ ამ ორზე ჩემს ეჭვს ტოვებ და მეოთხეზე ერთს ვიტყვი უცებ რომ შეიძლება ისიც გაეთვალა ისეთი მოთამაშეა რომ დაესახელებინა და მე მოეკლა რომ ორმაგი თამაში კანდიდატურა ხარ ყავს 12-ის დასახელებული 4 მიღებულია 4 ნომერი. ოდ მე არ თქვა რომ 4 დაასახელა.
4 ნომერი არ იყო მართლა დასახელებული. 4. მივიღო 4 ნომრის კანდიდატურა. მიიღე, ოღონდ ეს თვითონ მოითხოვა ჩემი. დასახელებული კანდიდატურებია. ყველას მოგისმინეთ. ეხლა იქნება თავის გამართლების 30 წამი. დასახელებული კანდიდატურები არიან 8, 5, 1, 11, 12, 7, 4. ამ თანმიმდევრობით. 8 ნომრის თავის გამართლება. ხო, მე 2 ნომერმა დავასახელა თავიდან წარმოდგენა არ მაქვს რატო და თვითონაც არ ქონდა მე მგონი უბრალოდ ინტუიტიურად თქვა, შეიძლება პირველ რაუნდში რომ ცოტა ცუდად თქვი მაგის გამო და მე გარკვეულწილად პირველი ნომერი დაეთანხმა, მაგრამ პირველი ნომრის მერე 5 ნომერზე შეტევა ძალიან გავდა მაფიოზის მოქმედებას ამ შემთხვევაში. არ ვიცი, მე მართლა არაფრიდან დავსახელდი და შესაბამისად 5 ნომრის 30 წამი. ანუ დავიწყოთ იმით, რომ ესე მასირებულად შეტევა და ის რომ რეალურ ცხოვრებაშია, ესეთი არ არის და აქ არის, ანუ თამაშია და რაღაც ვაკვირდები, ხო? ეს ერთი, მეორე ის რომ სრულიად მოკვდა სანდროს ლოგიკა და დანარჩენების ლოგიკა, იმასთან დაკავშირებით ვიღაცა რომ დაიცვა ან რაღაც ქნა, იმიტომ რომ მე ვარ დეტექტივი, გადავამოწმე 4 ნომერი და არ არის, ანუ 4 ნომერი არის პატიოსანი მოქალაქე. აი ხა რა სიზავ თქვენზეა. მადლობა, დასრულდა თქვენი დრო. პირველი ნომრის 30 წამი. ცოტა დავიბე. არა, თავის დასაცავად რა ვთქვას, ნერვიულობსო და მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ვარ პროფესიით, ყველა სპექტაკლის წინ სიცხე მქონდა ხოლმე. ამიტომ სულ ნერვიულობ საპასუხისმგებლო მომენტებში. ამიტომ რავი, არც ვიცი რა ვთქვა თავის დასაცავად, არ მგონია რომ რამე ისეთი ვთქვი, რომ ჩემზე ეჭვი მიეტანათ პატიოსანი მოქალაქე ვარ. პირველი რაუნდია და მაქედან გამომდინარე შეიძლება თუ მეხუთე ნომერი არ არის დეტექტივი, რეალურმა დეტექტივმა თავი შეიკავოს, რომ შეეჯახოს, მაგრამ წესით მაინც უნდა თქვას ეს, თუ მეხუთე არ არის დეტექტივი და თუ მეხუთე მართლა დეტექტივია, მაშინ ცოტა დაფიქრება მჭირდება. იმიტომ რომ ჩემი ლოგიკა ირღვევა. 11 ნომერს უსმენთ. პირველ რიგში 10 ნომერი რო დეტექტივი ყოფილიყო და მომკვდარიყო აუცილებლად ვიტყო და გასulis წინ დეტექტივი იყო, ასე რომ მეორე დეტექტივი, მეორე ან ნამდვილი ან სრულ დეტექტივი თამაშია. საერთოდ ძალიან მაინტერესებს ვინ გაიხსნება მეორე დეტექტივად, თუ არა და ჯერჯერობით მივყვები ცხადია 5-ის ლოგიკას და მიუხედავად იმისა, რომ მე დავასახელე 12 ნომერი, 12-ში და 1-ში მქონდა არჩევანი გასაკეთებელი, მე ამ ხმის მიცემაზე 12-ის გუნდში გადავალ და ავწევ 7-იანის საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ 7-იანის ქმედებები არ მომწონს და მე თვითონ მოქალაქე ვარ ჩვეულებრივ. 12 ნომერს უსმენთ. ну, პრინციპში თუ ხუთი მაგალითად არ არის ნამდვილი დეტექტივი, მაშინ ნამდვილი დეტექტივი ჩუმაძის და პრინციპში არ უნდა გაიხსნეს აი ამ წრეს. და ვნახოთ და მეოთხე მოთამაშეები ზიან და უნდა ავერჩიო იმ სხვა ადამიანებისთვის ყველაზე შავი კანდიდატურა და საინტერესოა რა მაგალითად მეორე მოთამაშე რომელი ბევრ სპიჩებში იყო ასეთი უფრო შავი, вообще საერთოდ არ არის ამორჩეული და ახლა ყველაზე ასეთი რა ქვია ეს подозрительный არის ჩემ ხო პირველი და მეშვიდე მოთამაშის შორის და მერვე არის რაღაცა უფრო ასეთი შავში, მაგრამ ჯერ ნაცისფერი. 7-იანს უსმენთ? ну, ერთი რაც შეეხება ჩემ წინ დასახელებულებს შორის, აი მეხუთედან მოყოლებული ვინმე რო ყოფილიყო დეტექტივი, არ გაუშვებდა ჩემი აზრით შანს ხელიდან და პირზე დაადგებოდა და ეტყოდა რომ არა შენ ახალი დეტექტივი რაღაც და არ მიცემდა იმ საშუალებას რომ ეს კარტი გაეთამაშებინა. ხო და მაქედან გამომდინარე მივცემდი შანს მიუხედავად იმისა რომ მეხუთე ჩემი კანდიდატი იყო ახლა ბრმად გავისროლო და დეტექტივს მოვარტყა არანაირ შემთხვევაში არ მოაწყობს მაგას ვერ გავრისკავდი და მაქედან გამომდინარე თქვენი დრო 4-იანს უსმენთ? ჩემზე რეალურად ეხა არ ყოფილა, მხოლოდ კარგი რაღაცები თქვეს, ბატკანის კარგი ალბათ ხო, მაგრამ მაინც ანუ მე მინდა რომ იმას აქვს ხაზი გაუსვა, რომ მე ჩვენება ძალიან არაბუნებრივად რა და მინდოდა მაგის თქმა უბრალოდ სანდროს მოუწია პირველი და ვიჯექი ჩუმად და
წინა თამაშებზე აი იმაზე გასახურებელ თამაშზეც და მერეც როცა მოქალაქე იყო ორივეჯერ ძალიან ლაღი იყო და ეხლა რაღაც დაძაბულია და ტელევიზორიდან როგორც მიყავს ხოლმე გაცემა რაღაც ეგრე ლაპარაკობს რა და ეგ მენიშნა ცუდად რა. ხუთიანზე არ ვიცი მე რო ყოფილიყავი შერიფი ჯერ არ ავწევდი ხელს არ ვიტყოდი რა ჯერჯერობით ცოტა ადრე მგონი იმიტომ რომ თუ ეს განწირული არის მაინც მოკვდება. ვიღებ ფოლს ექიმი ვარ უბრალოდ ძალიან აშკარა შეტევა არის ჩემზე და აზრი არა აქვს მაინც დასახელებული კანდიდატურები არიან 8, 5, 1, 11, 12, 7, 4 ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ 8-იანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა? 2 ხმა? ვინ ფიქრობს რომ 5-იანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა? არც ერთი. ვინ ფიქრობს რომ 1-იანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა? 1 ხმა. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 11-მა ეხლა აწიეთ ხელი? არც ერთი. ვინ ეხლა დარჩენილი არის 12, 7 და 4. ვინ ფიქრობს რომ 12-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა? 2 ხმა. 3. 3. ვინ ფიქრობს რომ 7-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა აწიეთ ხელი? 1, 2, 3, 4. და ვინ ფიქრობს რომ 4-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა აწიეთ ხელი? შესაბამისად თამაშს ტოვებს ნომერი 7 და 7 ნომრის ბოლო სიტყვა. 4 ხმით. სიმართლე გითხრათ, უკვე ძალიან დავიბენი და მეეჭვება ჩემი ბოლო სიტყვა რაიმეში გამოგადგეთ. უბრალოდ ვინაიდან ხმის მიცემაში ჩართული ადამიანები მაინც და მაინც დიდებს არ აგძრავენ ჩემში, იმ ადამიანებზე გავაკეთებდი აქცენტს, ვის წინააღმდეგაც ხმები არ მიცემულა. ამ იმაში, იმიტომ რომ აქ უკვე ძალიან დაბნეული ვარ და იმათთან დაკავშირებით რა წარმოდგენა გქონდა, აი 2 და 3 ნომერთან დაკავშირებით მეტნაკლებად რაღაცა წარმოდგენა მქონდა და ალბათ 2 ნომერს უფრო დავასახელებდი პირადად. მადლობა, დავემშვიდობოთ 7 ნომერს. და ღამე. ანუ რეალურად იმაზე დიდი როლი ითამაშა მე როეს წამოძახილმა ექიმი ვარ ანუ გაგდების წინ ვიდრე წესით უნდა ქონოდა. ნუ საბოლოო ჯამში მართალი გამოდგა, იმიტომ რომ მაფიოზი ვარ ფაქტია და აი პატიოსნება მათთვის საკიფათო მოთამაშე დაიტოვეს, მაგრამ მაგისგან გამომდინარე კიდე უფრო მიყვირს ის რომ ჩემმა დატოვებულმა ბოლო სიტყვამ იმუშავა და კიდე ერთი პატიოსანი მოქალაქე მაფიამ ჩემერე თაგდო არ ვიცი წარმატებას უსურვებ ჩემი კლანის დარჩენილ 2 წევრს მაგიდასთან და არ ვიცი ძალიან გავერთე მიუხედავად იმისა რომ დიდი დრო არ მომცემია ამისთვის რომ კიდე უფრო მეტი სიამოვნება შემეგზნო მაგიდაზე. ყველას ძინავს გარდა მაფიისა მაფიოზები იღვიძებენ და ირჩევენ მსხვერპლს. მაფია მაჩვენოს ვის კლავს მიიღეს გადაწყვეტილება იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს მიიღო პასუხი იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას მიიღო პასუხი ახლა იღვიძებს მანიაკი და შეეცდება რომ გამოასალმოს სიცოცხლეს მიიღო გადაწყვეტილება იღვიძებს ექიმი და შეეცდება რომ გადაარჩინოს მიიღო გადაწყვეტილება თემდება თამაშს ტოვებს ნომერი 2 თქვენი ბოლო სიტყვა
ცოტა მოლოდნელი იყო, იმიტომ რომ 7 ნომერმა მე დამასახელა ბოლოს. მე მგონი რომ ჩემ წინააღმდეგ, ანუ მე მომკლა ადამიანმა, რომელიც ჩემ წინააღმდეგ აქამდე არ გამოსულა. და მე მგონია რომ ეს არის სანდრო. პირველი ნომერი. ასრულეთ. მადლობა, დავიმშვიდობოთ ორ ნომერს. ხო, შვენიერი არის, ცოტა გული დამწყდა რომ ადრე მომიწია თამაშის დატოვება, მაგრამ ტრადიციულად ძალიან საინტერესო არის. მე მაინც იმედი მაქვს, რომ პატიოსანი ხალხი მოიგებს ამ თამაშს. და შანსი არის. სამწუხარო ინფორმაცია მაქვს. ქალაქში მეორე კვლელობაც გვაქვს. ნომერი 11-ის ბოლოს იყო. აი ორი დარწმუნებული ვიყავი. კარგი. ხონო ერთი რომ 5 ნომერი ჯერ კიდე სოცხალია, ეგ თან ექიმის რო 5 ნომერი არ დაუცვია, ეგეც საინტერესოა. გახსნილი შერიფი ერთ-ერთი, თუმცა მე რომ მაფია ყოფილიყავი 5-ზე არ ვიცროდი რომ უფრო გამძაფრებული იყო ეჭვი. მაგრამ თავის მხრივ აგდენის მოფიქრება თუ შეუძლიათ მაფიოზებს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ გამოსვლილი მოთამაშეები არიან მაფიოზები. კაი, ერთი შევა 8 ნომერს თუ ნამდვილად ექიმი არის, რომ არ თქვას არც ერთხელ ვინ დაიცვა, როდის დაიცვა, იმიტომ რომ მაფიოზებს გაუადვილებს საქმეს. და ჩემი ვარაუდი არის ისევ გრძელდება იმაში, რომ პირველში და 12-ში არის აუცილებლად ერთი მაფიოზი. მე ვიყავი ჩვეულებრივი პატიოსანი მოქალაქე. მადლობა, დავიმშვიდობოთ 11 ნომერს. ხო, სამწუხარო არის, რომ ნაადრევად დავტოვეთ თამაში, იმიტომ რომ საინტერესო აი კვანძის გახსნის ზუსტად მომენტში ვიყავით და ძალიან ცუდ დროს გამოვარდი. ხო, საინტერესო თამაში გამოდის ყველა ვარიანტში, ზოგადად მიქსი როდესაც არის ძალიან გამოცდილი, საშუალო გამოცდილი და სრულიად ახალ ბედა მოთამაშეების, ყოველთვის რაღაცნაირად საინტერესო გამოდის, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ გათვლი ახალ ბედამ როგორ შეიძლება ითამაშოს და ამიტომ ქმნის ეს ამ თამაშს ძალიან მიმზიდველს და საინტერესოს. შეიძლება არალოგიკურს, მაგრამ სახალისოს. გონია მაინც თუ 12 და პირველი ნომრები ერთად არიან მაფიის გუნდში განწირულია მოქალაქეები, თუ სხვა შემთხვევაში მგონია რომ მოქალაქეები მოიგებენ. თამაშს გახსნის ნომერი 3. კანდიდატურების დასახელება არ დაგავიწყდეთ. 3 ნომრის ერთი წუთი. მე მაგ ესეთი კითხვა თუ კი არის, თუ კი სოსო იტყვება და თამაში არის რეალური ექიმი და მე აქამდე მეგონა რომ სოსო იტყვებოდა და თამაში იყო ექიმი რომელიც ვიღაცას გადაარჩენდა და მაგიტომ არ ამბობდა ვინ იყო. ფაქტია რომ უკვე ყველა ღამე ვიღაც ყვდება. ყველა ღამე ვიღაც ყვდება და შესაბამისად ექიმი თავის საქმეს ვერ აკეთებს და შეიძლება რომ გამოვიდეს თუ არის და ეს ერთი რაღაცით მე დაგვეხმაროს რა. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მგონია რომ სოსო იქნება რა. ანუ სოსო მაშინ არ იტყუება. უბრალოდ მე არ მიკვირს ესეთ დაძაბულ ბრძოლაში როცა ხარ ჩართული და ყველა ის არის შენკენ მოდიოდა რაღაც ეტაპზე რანაირად ვერ დაიცავი გასაგები იყო მე მგონი მინიმუმ ერთი ადამიანი ვინ მოკვდებოდა ეხლა. Sorry, ხო. კანდიდატურა ხო აქვს? ხო, 8 ნომერი. მადლობა. 4-იანს უსმენთ? პირველ რიგში ის არის შენ დამწყები ხარ აქ და არ დაგავიწყდეს შენ თქვა ვინ გადაამოწმე. მე ერთ ნომერს დავასახელებ ისე ძველ ჩვენებას დავბრუნდები წესით თუ ეხლა ის მართლა ექიმი არის და ეს დეტექტივი არის ჩვენ სამა უნდა ვითამაშოთ მაშინ კოალიციაში და შენ კარგი იქნებოდა რომ ის გადაგემოწმებინა თუ ეგ გაკეთებული გაქვს უნდა თქვა რა. დანარჩენზე არ ვიცი, ანუ ერთიანი და შეიძლება უკვე დრო იყოს თუ სხვა დეტექტივი არის რომ თქვას რა ან რაღაც ხმის მიცემისკენ ან სადღაც ეგრე რა ჯერა. მადლობა. 5 ნომერს უსმენთ? ანუ 8 დავრჩით, გადამოწმებით 8 ნომერი არ გადამიმოწმებია, მაგრამ გადამოწმებული ყავს 12 და პატიოსანი მოქალაქეა. შესაბამისად 4, 12, 5 ვართ ნამდვილად 80%-იანი ალბათობით არ ვიცი თუ მეტით 8 ნომერიც, იმიტომ რომ ნუ კაი ექიმი არ ჩანს, ეგ არ ნიშნავს რომ მაინდა-მაინც ის არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი რაღაცა ამ იმით უნდა ვითამაშოთ ეხლა და არ გამოგვიცხადო, ანუ პირველი ნომერი ყველა ვარიანტში თავარი ეჭვმიტანილი არის ამ ეტაპზე
და უკვე 9 ნომერზეც ნამდვილად ისეთი ეჭვი მაქვს და გონია რომ რაღაცა ისე ტანდემში, ანუ აქედან და იქიდან რაღაცა ორი მხარე არის და კილერის მხარესაც მე ზუსტად ბევრი რაღაცა იყო, მათ შორის წესების დაზუსტება და ასე შემდეგ და პატიოსანი მოქალაქე წესების დაზუსტება არ ჭირდება. როგორც წესი, ჩვეულებრივ თამაშობს და ანუ ამას მივაქციე ყურადღება მე-6 ნომერზე. ამიტომ უბრალოდ ეს მაფიის ნაწილში ჯერ არ გვეხმარება, ჯერ მაფია ყავს გამოსაჩენი, მაგრამ რო ვიცოდეთ, რომ 4, 12, 5 აქეთ ვართ, 8 ნომერიც დიდი ალბათობით და 1, 9 და 6, ну, პრინციპში ესეც 3 ნომერიც ავტომატურად გამოდის, მაგრამ მე დავიწყებდი პირველიდან. ვინმეს კანდიდატურა ხო არ დავამატოთ? კანდიდატურა პირველი დასახელებულია, ხო? ხო, მაშინ თუ დასახელებულია, მაშინ მე-9 ნომერი. მიღებულია 9-იანის კანდიდატურა, 6-იანს უსმენთ? კაი, მე ერთს ვიტყვი რომ სოსო შენზე მეორედ ხელი 8 ნომერზე იმიტომ ავწერე, უბრალოდ უკვე რა ხომ მქონდა რა. მაგრამ ბავში ალბათ ჯერა რო იქ იმიხარ. ჯამში ვინც აქამდე არ გვითქვია, გონდიც აი არ ვიცი რა რაღაცებში მოკეთ სხვანაირად წავიდა რაღაცები ვიდრე მეგონა რომ წავიდოდა. პირველ ნომერს შევერთდები მეც კანდიდატურად სან თუ შენ არ მიწყენ ამ ამბავს. მადლობა. 8 ნომერს უსმენთ? რთულია, მე მართლა იქ მივარ, ეხლა არ ვიტყვი რატომ მოხდა, მე ნახავთ და მიხვდებით, მაგრამ დეტექტივი შესაძლოა იტყუებოდეს და მაგ შემთხვევაში ისინი გამოდიან მაფიოზები და ეს სამი, მაგრამ მე ეჭვება მაგ ლოგიკის რა. პირველ ნომერზე ვფიქრობდი სულ თავიდანვე, არა ნერვიულობის გამო, არამედ იმის გამო, რომ რაღაცა აორგანიზებდა რაღაცებს, შესაბამისად 3 ნომერიც მგონია მასთან, თუმცა აი ბოლო მომენტში კიდე ცოტა შემეპარა, იმიტომ რომ პირველ ნომერზე გამოვიდა რაღაცა შეტევა, მაგრამ მაინც პირველ ნომერს ვიტყობდი რა. მადლობა. 9-იანს უსმენთ? ესე იგი, მე მგონია რომ მე-5 და მე-8 მოთამაშეები რო იტყუებოდნენ, აქამდე ნამდვილი დეტექტივი და კი მეოცილობად იყო და იმიტომ რომ სტრატეგიულად არასწორი არის, რომ ამდენ ხანს იყო ჩუმად. ასევე მე დაგვაუწყდება, რომ ამ ორი მსხვერპლიდან მხოლოდ ერთი იყო მაფიის და მეორე იყო მანიაკის. ბოლომდე არ გამოვრიცხავ, რომ მეორე ნომერი ყოფილიყო მაფიოზი, იმიტომ რომ მგონია რომ მაფია უფრო მოკლავდა მე-11 ნომერს, იმიტომ რომ ძალიან ღირებული მოთამაშეა. მეორე ნომერი თითქოს თავისთვის იყო, არავის არ ხელს არ უშლიდა. სავარაუდოდ მეორე ნომერი იყო მანიაკის მსხვერპლი. თუ მანიაკმა მოკლა მეორე ნომერი და ის იყო მაფია, მაშინ სანდროსკენ ხელის გაშვერა, ბოლოს სანდროს პირველ მოთამაშეს ჩემთვალში ათეთრებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პირველი ნომერი იყოს მანიაკი. იმიტომ რომ მისი უცნაური ქსევიდან გამომდინარე, რაღაცა თითქოს რაღაც თავიდან ეჭვი მივიტანე, მე ვფიქრე დეტექტივი ხო არ არის თქო და როცა მე მე-5 ნომერი გაიხსნა, უკვე ვიფიქრე, რომ ხო, ნუ არ ვიცი, ბოლომდე არ დარწმუნებული. ასევე უცნაური იყო, რომ მე-12 ნომერზე აწიეს ხელები ძალიან მოულოდნელად რამდენიმე მოთამაშემ, როცა შეთანხმებულები ვიყავით, რომ თუ ის მაფია არ არის ძალიან ღირებული მოთამაშეა და ჯერჯერობით მის მაფიოზობაზე ეჭვი დიდად არ მეგვიტანია არავის, უბრალოდ ისე დაასახელეს, იმიტომ რომ ყველა დასახელებული იყო სხვა. აი, მე არ ვიცი, ამ ეტაპზე ძალიან დაბნელი ვარ, მოდი მე-6-ს მივცეთ შანსი, რომ კიდე ერთხელ ილაპარაკოს, მე-6 ნომერს და დავუკვირდები ორივეს პირველი და მე-6 ნომრის დასრულდა. დასახელებული კანდიდატურები არიან 8, 1, 9, 6. ამ თანმიმდევრობით. 12 ნომერს უსმენთ? მე მინდოდა რომ ილაპარაკა კიდევ ნომერი 3. იმიტომ რომ მე ვერ გავიგე მისი ფერი. აი ახლა ნუ თამაშით აბსოლუტურად წითელია, მაგრამ მიმიკით უფრო ასეთი რაღაც ასეთი მსახიობური ვარიანტია. და ხო, აი წინა წრეზე, როცა ჩემი კანდიდატურა იყო, ჩემი კანდიდატურის რიგი იყო, ჩემ მისამართში მივიდა ხელები პირველი, მეორე და მე-7 ნომრების და როცა ეს აღმოჩნდა, ასე გამოვიდა, რომ ჩემი გადარჩენა იყო სხვათა შორის აი მე-9 ნომერის დამსახურება, ხო? და თქვენ ახლა იცით, რომ მე ნამდვილად წითელი მოქალაქე ვარ და მაშინ მე-9 არის წითელია. და მე მგონი რომ აი ახლა შავი მოთამაშეები არის პირველი, მე-3 და მე-6 ნომერის შორის და მე მგონი რომ ნომერი პირველი ყველაზე საშიშია. მე ხომ ვთქვი რომ მე-3 ნომერი. მე მინდოდა რომ კიდევ ვილაპარაკა.
პირველ ნომერს უსმენთ. კაი, ყველაზე მეტი ხელი წამოვიდა ჩემზე. ოთარი რო დეტექტივი ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა წესით. თუ არ თქვა, ძალიან გაუგებარია რატო არ თქვა. შესაბამისად, ოთარი იყო მარტო გავარდნილი, როცა 5-მა ნომერმა თქვა, რომ დეტექტივი ვარო, ამიტომ მისი დეტექტივობის მჯერა. სხვა შემთხვევაში ამ დრომდე დეტექტივი გაიხსნებოდა. 8 ნომერმა რო თქვა, ექიმი ვარო, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაგ დროსაც რეალური ექიმის არ გახსნა, მაშინ როცა 8 ნომერზე ისედაც შეტევა იყო მიტანილი, იქნებოდა სისულელე. ამიტომ თავიდან მიუხედავად იმისა, რომ ეხა ჩემ თავს ეწინააღმდეგებდა 5 და 8-ის უცნაური თამაში მაეჭვებდა 8-ის ექიმობისაც მჯერა. შესაბამისად, ეხა ძალიან ნერვები მეშლება, იმიტომ რომ რაღაცას ვერ ვხვდები, ვიღაცა თამაშობს კარგ თამაშს. ორი კაცი რომ მოკდა, ეგ არ არის უცნაური, იმიტომ რომ ექიმს დიდი შანსია, რომ არ დაეცვა არც ერთი მათგანი, იმიტომ რომ არც ერთი მათგანი არ იყო მთავარ ობიექტივში. შესაბამისად, მაფიამაც ამოირჩია ისეთები, ვინც შეიძლება ექიმს არ დაეცვა, ანუ არ იყვნენ ძირითადად ყურადღების ცენტრში და შესაბამისად მოკლა ვიღაც ეგეთი. კანდიდატურა უნდა დავამატო, თუ 5 და 8-ს გამოვრიცხავ. არ ვიცი. წინა თამაშის მსგავსად თამაშობს ასე მგონია მე-9 და ლოგიკურად მსჯელობს ყველაფერზე, მაგრამ მაინც საეჭოა მე-9 რახან არ არის მე-9. მე-9 არის. სამა ნომერმა გახსნა ხო წრე? ოკეი. დასახელებული კანდიდატურები არიან 8, 1, 9, 6, 3. ამ თანმიმდევრობით. 8 ნომრის 30 წამი. ხო, მე რა თქვა ხა ექიმი ვარ, გახსნილი, აქამდე მართლა გაიხსნებოდა სხვა რო იყოს. მან ორი აზრი არ არის, უბრალოდ სტრატეგიულად ვერ ხვდები რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში პატიოსანმა თამაშებმა და შესაბამისად 3 ნომრის შეტევა ჩემზე იყო H-ს ბადებს მასთან ერთად. პირველ ნომერთან რაც ისაუბრა, ისე საუბრობს როგორც პატიოსანი მოქალაქე, მაგრამ ეგეც დიდად ვერ აქ არწყლებს H-ს და ჩემ ექიმებასთან დაკავშირებით რა მართლა ვინმე ყოფილიყო, აქამდე იტყოდა არავინ ახლა. დრო პირველ ნომერს უსმენთ. ვაიმე, აღარც ვიცი რა დავამატო. ვცდილობ, რომ ძალიან ლოგიკურად ვითამაშო და ვიპოვო სად არის რაიმე შეცდომა ჩვენს მიერ დაშვებული. ვერ ვპოულობ ჯერჯერობით. სავარაუდოდ მაფიოზებიდან ერთი მაინც გავარდნილია. სხვა შემთხვევაში, ძალიან შეხმატკბილებულად თამაშობენ მაშინ. რავი, რაიმე როლი რომ მქონდეს, მაგასაც ვიტყოდი, მაგრამ არ მაქვს. დასრულდა თქვენი დრო. 9-ს უსმენთ. ხო, მე მინდა დამეთქვა, რომ თუ ვინცობაა და ეხლა არ გამაგდეს გადავამოწმოს შერიფ დეტექტივმა ან მე ან ნომერი პირველი, მაგრამ ეხლა ნომერი პირველის ლაპარაკობდა, რომ ან ძალიან კარგი მსახიობი არაც ვიცი რომ არის, მაგრამ სიმართლე არ მინახავს არასდროს მის შესრულებული როლი. და ძალიან გამიჭირდება მასზე ხელის აწევა, მაგრამ სხვა კანდიდატებში ამ ეტაპზე ჩემთვის არავინ არ არის გამოკვეთილი. მოკლედ თუ ჩვენიგან რომელიმე გადარჩა, იმ ხამის შერიფმა ის გადაამოწმოს დეტექტივმა. 6-ს უსმენთ. დაურჩევი ისევე შენის ნებართვით რა. დასრულდა. 3-ს უსმენთ. 3-30. კი. სოსო მე შენზე თავდასხმა არ მქონია პირიქით გაგამართლა რომ თუ სოსო არ არის სხვაც უნდა გამოსულიყო აქამდე და თუ ხარ თქო რას ხარ რას აკეთებ. ხო. და ეხლა ჩემი მე ერთმნიშვნელოვნად როლი არ მაქვს, თუმცა მოქალაქე ვარ, თავიდანვე მე მგონი მეტყობოდა. მეც მგონია რომ ერთი მაფიოზი შეიძლება მინიმუმ 2-იც უკვე გავარდნილია. და მგონია რომ შემოტრიალება თამაში შეიძლება, ოღონდ ეხლა რო კოალიციები იქნება, ეს არ მომწონს. დრო აქამდე იმიტომ ვცნობდი თავს კარგად რომ არ იყო კოალიციები. ხმის მიცემა იწყება 8, 1, 9, 6, 3. ამ თანმიმდევრობით. წინასწარ მოიფიქრეთ ვისაძლევთ ხმას, რომ თქვენი ხმა არ გადავიდეს ბოლო კანდიდატურაზე. 8, 1, 9, 6, 3. ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ რუიანმა უნდა დატოვოს თამაში, ხა მიეცით ხმა? არც ერთი. ერთი ხმა. ვინ ფიქრობს რომ პირველმა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ხა მიეცით ხმა? 1, 2, 3, 4, 5 ხმა. ვინ ფიქრობს რომ ცხრიანმა უნდა დატოვოს თამაში, ხა მიეცით ხმა? დაგვიანებული იყო ბოდიში ანუ. კი ბატონო. ოკეი. ოკეი. ვინ ფიქრობს რომ 6-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ხა მიეცით ხმა?
და ვინ ფიქრობს რომ 3-მა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა. მადლობა. შესაბამისად პირველი ნომრის ბოლო სიტყვა. პირველი ნომრის კაი, ну, ისე ვიმეორებ, რომ პატიოსანი მოთამაშე ვიყავი. თართული ხა ეჭვს მიტანა, მგონია რომ ორი მაფიოზია თამაში. ну, ან 7 და 2 იყვნენ, 2-იანი და 7-იანი. ან ამათგან რომელიღაცა. 11-ის სისუფთავში დარწმუნებული ვიყავი რატომღაც. მგონია რომ მაინც რომ ან უფრო ერთია დარჩენილი. 3-ზე და 9-ზე უფრო მივიტანდი ეჭვს თქვენს ადგილას. დასრულდა თქვენი დრო. დავამშვიდობოთ პირველ ნომერს. წინა შემთხვევებთან შედარებით ახლა უფრო მეტხანს გავძელი ცოცხლად ყოფნა, მაგრამ კიდევ მინდოდა თამაში. ძალიან დაბნეული თამაში წავიდა რაღაც მომენტში და დამაბნია მეც და გაურკვევლობას ჰქონდა ძალიან დიდი ადგილი და მგონია რომ ამ ქაოსში ბოლოს დავიკარგე, თორე შევძლებდი ჩემი სიმართლის დამტკიცებას. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. ირჩევს მსხვერპლს. მიიღეს გადაწყვეტილება. იღვიძებს თონი. ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. მიიღო პასუხი. ახლა იღვიძებს სერიული, ანუ მანიაკი და შეეცდება რომ გამოასალმოს სიცოცხლეს. მიიღო გადაწყვეტილება. იღვიძებს ექიმი და შეეცდება რომ გადაარჩინოს. მიიღო გადაწყვეტილება და თენდება. თენდება, თუმცა ცუდი ინფორმაცია მაქვს, იმიტომ რომ თამაში დატოვა ნომერმა 5-მა. თქვენი ბოლოს. ну, ცალსახა იყო რომ დეტექტივს როცა იქნებოდა მოკლავდნენ, როცა ნაკლები ის იქნებოდა რაღაც მაგისტვის აურზაური და აჟიოტაჟი. ეხლა არის სიტუაცია 9 ნომერი გადამოწებულია და ისიც პატიოსანი მოქალაქეა. ანუ 9, 12, 4 არის მე რომელიც დეტექტივი ტოვებ ახლა თამაშს და დანარჩენზე ერთ-ერთი სოსოზე იცით რომ ამბობს რომ ექიმი ვიყავი. რჩებათ აი ეს მდგომარეობა და დანარჩენს უკვე ყველა ვარიანტში მე-6 ნომერს და მე-3 ნომერს ორივეს რაღაც როლები აქვთ ჩემი აზრით. როლები. ერთი ეგ არის, ერთი სერიული მკვლელია, შეიძლება ისიც არ იყოს და ალბათ თქვენ იცით მიხედეთ რა. მადლობა, დავემშვიდობოთ 5 ნომერს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში ნათამაშები ბერჯერ მქონდა სტუდენტობის პერიოდში, აი კამერების წინ თამაშს და სტუდიაში ამ ყველაფრის კეთებას ძალიან დიდი ადრენალინი მოაქვს და ძალიან დიდი ემოცია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თვითონ თამაშის პროცესში არ მეტყობოდა გამომდინარე როლიდან, დეტექტივი ვიყავი, შესაბამისად მიწევდა ცოტა თავშეკავებული თამაში და ასე შემდეგ, თუმცა ამ ყველაფრის და მიუხედავად იმდენად დიდი ემოცია მოიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ნაცნობი ადამიანები გარშემო ვთამაშობდი და ყველა ასე ვთქვათ ჩემთვის ნაცნობი იყო, მაინც ხალხის რაღაცა გადასვლა სხვა როლში, რეალური ცხოვრებიდან, ცვლილება, თამაშის უნარი და ეს უნარჩვევები, კამერების წინ მოკლედ სხვანაირები ვართ, სხვანაირად ვიქცევით და ეს ძალიან კარგად გამოვცადე ჩემ თავზეც, მიუხედავად იმისა, რომ კამერების შიში არ მქონია ნამდვილად, უბრალოდ ეს თამაში პლუს კიდე კამერების წინ აღმოჩნდა ძალიან კარგი და საინტერესო და აუცილებლად ვითამაშებ თუ დავბრუნდებით და თუ ისევ მოგვიწევთ.
თამაშს ტოვებს 8 ნომერიც. გასაგები იყო ხო მე უბრალოდ ექიმი ვიყავი და თქვენი ბოლო სიტყვა შეგიძლია? ხო, არაფერი ექიმი ვიყავი და უბრალოდ ამ რაუნდში თავის დაცვა აღარ შემეძლო და ვეღარ დავიცავდი და მაგიტომ მაფია მომკლავდა და ლოგიკური იყო, იმიტომ რომ ყველა მიცოდა რომ ექიმი ვიყავი და ამაში ეჭვებს არებოდა და გასაგები იყო თავიდანვე ისე გამოვიდა რომ ვეღარ დავიცავდი თავს და ამიტომ მოხდა ესე. ეჭვი არ ვიცი, ეჭვი მაქვს 3 ნომერზე. მე მგონია რომ 5 ნომერი არ იტყუებოდა და 3 ნომერი და 6 ნომერი უნდა იყოს მაფიოზები მაქსიმუმ. აბსოლუტურად ვეთანხმები 5 ნომერი რაც ამბობდა რა. საბოლოო ჯამში რაღაცა როლები მაინც ექნებათ. მადლობა. დავამშვიდობოთ 8 ნომერს. მოკლედ თამაში საინტერესო იყო როგორც ყოველთვის არის ხოლმე იმაზე დაძაბული იყო ვიდრე ველოდი იმიტომ რომ აქამდე ეთერში გასულ თამაშიც და ისე ვარჯიშებზეც არასდროს არ მქონია როლი შესაბამისად როგორც თქვი დიდ გამოცდილება არ მაქვს და არ არის ეს ჩემი თამაში მაგრამ და ამიტომ ვიღაცებისთვის შეიძლება არალოგიკურად ვთამაშობდი ოღონდ ეგ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პლუსი იყოს ამ შემთხვევაში ამ გადასახედიდან შეცდომა გამოვიდა ჩემი მხრიდან რომ პირველ რაუნდში დავიცავი თავი იმიტომ რომ არავინ არ მესროლა პირველ რაუნდში და ყველა გავხარჯე და მე ლავირების და ყველაფრის საშუალება მომესპოდა მეორე რაუნდში როცა უკვე შეტევა წამოვიდა და როცა მომიწია ხელისაწევა დაგვიანებული იყო და ამიტომ გაჭიანურდა ალბათ გამოცდილების შედეგიც იყო ამ როლის თუ ამ თამაშის სხვა თამაშებში ბევრად მეტი გამოცდილება მაქვს შეიძლება მომავალში უკვე თვითონ მე არ ვარ ჩემი თამაში თქვა ყოფილი თუმცა დაძაბულობა იყო საინტერესო იყო და რა ვიცი, თამაში იმედია საინტერესო იქნება მაყურებლისთვისაც. წრეს გახსნის ნომერი 4. კანდიდატურების დასახელება არ დაგავიწყე. კაი, უცებ დავიწყებ. ერთ 300 დავასახელებ, მეორე რომელიმე თქვით, მაგრამ 3 მოქალაქე თუ ვართ. თქვათ, ანუ თუ ჩვენ 3 თუ ვართ 3 მოქალაქე, ერთი თქვათ მოვკალეთ და ეს მაფიოზი გამოდგა მართლა რა. და ორი მაფიოზი ერთის თუ არის დარჩენილი რა, მანიაკი. ეს ორი თუ მაფიოზია, ხა ერთი მაფიოზი მოვკალით, მეორე გადარჩა, ღამე მოკლავს ვიღაცას და თუ მანიაკმა მოკლა მერე რომ აი მანიაკი რა შვება რა, მაგ დროს ეგ აღარ მახსოვს რა, როგორნაირად საუბრობ. კაი, მაშინ არაფერი არ მოხდა, ჩემს რიგრიგობით და მოვკლათ და მოვიგებთ რა, ეგრე რა. ანუ მეტი შანსი გვაქვს. ნახე, ერთი მაფიოზი, მეორე მაფიოზი, ერთი თუ მოვკალით, მეორე ღამე გაისვრის და თუ მოქალაქე მოკლა ამან ორი რჩება. მე მგონი ვიგებთ ეგრე. კაროჩე მე კეთს ვასახელებ და ანუ ეს ორი მოსაკლავია ჩემი აზრით რა. მადლობა, 3 ნომერი მიღებულია, 6 ნომერს უსმენთ. იაშკამ თქვა რომ მე-5 ნომერმა თქვა რომ შევამოწმეო შენ და შენ, ხო? შენს. და მაშინ ჩემი აზრით ძალიან მოკლე დრო თქვა მაფიოზებიდან ერთი ეს იყო, მეორე შენ იყავი და მესამე ან შენ ხარ ან შენ. ალბათ არის ეგეთი ამბავი. მე-4-ს ვიტყვი მე ჩემ კანდიდატურად. რასაც დავიდა ვიგახ. მიღებულია 4 ნომერი. რო შეიძლება ერთი მაფიოზი იყოს თამაში დარჩენილი და მესამე ნომერი იყოს ეს მაფიოზი რატო გადაწყვიტე რომ ჩვენ 3 ვიყოთ, ანუ ჩვენ ისევ გაყავი ავტომატურად რომ ან თქვენ 2 ხართ, ან ჩვენ 3 და რატო შეიძლება უბრალოდ მესამე ნომერი იყოს შენ თუ შენ თავში დარწმუნებული ხარ, რატო ხარ დარწმუნებული რომ ჩვენ 3 ვართ. ამიტომ ნუ დავასახელებ მე-6 კანდიდატურას, ძალიან ცუდ დღეში ვარ, იმიტომ რომ ასევე კარგად მახსოვს ერთხელ მე-4 ნომერი როგორ იყო მაფიოზი და როგორ დაასახელა თავისივე მაფიოზი და როგორ მომიგეს ამით წარეთ, ამიტომ ეს PTSD მაინც, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე ხა მე-3 და მე-6-ე გონია რომ რაღაცა რომ გამოვიყენო შეიძლება თქვა რას ვუძახთ, ანუ 2-3-ზე არ დამიყვია მე მანდ-მაინც არ შემეხედე ვინები ვრჩებით და რაღაც. ვინც შემოწმა იმაზე ვიძახ. ანუ მე ვასახელებ მე-6-ს, რადგან თქვა მე-4-ს რომ დაასახელეთ და თუმცა ალბათ ჯობია ხმები არ გავყოთ ის ჯობია რომ არ დავასახელოთ. ხო, ჯობია არ დავასახელო მე-6-ს. ჯობია ხმები არ გავყოთ. ანუ ხო, თუ იყოს კაი, იყოს მე-6. მიღებულია 6 ნომრის კანდიდატურა. 12-ს უსმენთ. ჩემი კანდიდატურების არის მე-3 და მე-6 ნომრები. მაგრამ შეიძლება იყოს რომ დეტექტივმა როცა კითხა და მე-4 ან მე-9 ნომერს იყო ინფორმაცია რომ ეს მოქალაქე არის პატიოსანი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს მანიაკი. სანამ მანიაკი არის ცოცხალი, თამაში გრძელდება. მაგრამ ჩვენ გვაქვთ 2 მოთამაშე, რომელიც ჩვენ არ ვიცით რა ფერის და მე-6 მოთამაშე, რომელიც არის ის რომ შეუძლებელი იყოს მე-5 მაფია.
იმიტომ რატომ მსხვერპლია მაშინ? თავისთავად დეტექტივი და ექიმი ერთდროულად ერთ წრეზე 100% რომ მაფიის მსხვერპლი და მანიაკის მსხვერპლი. ხო, ეს შეუძლებელია. მაშინ ექს ნახავდის და ვნახოთ რა ექნება მერე. მე ზუსტად ვიცი მხოლოდ რომ მე ვარ პატიოსანი მოხალხე. მე არ დასრულდა თქვენი დრო. სამიას უსმენთ? ია, ანუ ფაქტია რომ მაფია ელაპარაკება კვლელს და მესამე წაიყოლა იმისთვის, მესამე მოქალაქე წაიყოლა, არ ვიცი, ანუ მე მგონია რომ მოკლედ ნიკა ჭურაძე არის 4 ნომერი არის მაფიოზი, იმიტომ რომ ერთი წამი არა, ანუ არც ექიმს არ უთქვამს ვინ დაჰილა აქამდე და ეგ ძალიან საიჭო იყო, მაგრამ ოკეი, კაი. და მე ვერ ხვდებ იმას რომ გამოდის სიტყვით და მიმართავს ორ ადამიანს და რატომაც დარწმუნებულია რომ ორ ადამიანს მიმართავს და იმ აქედან თუ შენ მაფიოზი ხარ და თუ ერთი მაფიოზია კიდე ყავს ერთი მკვლელი თამაში რომელიც საერთოდ არ დაგისახელებია და რომელიც აშკარაა რომ თამაში არის იმიტომ რომ წინაზე ვიღაცა მოკლა ხო რაღაც ჩემ თავში არ ლაგდება ეს ყველაფერი და თან უცებ ეს ორი ადამიანი მოიშარო და მიმართავ ყველას და ეს კოალიციები ჩემთვის ყოველთვის ეჭვს შეიძლება იყოს მაფია, შეიძლება იყოს მანიაკი, მაგრამ მაფია არა. ეს ხო არ არის გადამოწმებული. და მე მგონი გადამოწმებული. ხო, მაგრამ ხო შეიძლება რომ მანიაკი იყოს. შეიძლება. ხო და ხო ანუ და ვეღარ მოკლავს მანიაკი, იმიტომ რომ ორჯერ მოკლა. დასრულდა 3 ნომრის დრო. დასახელებული კანდიდატურები არიან 3, 4, 6. ამ თანმიმდევრობით 3 ნომრის 30 წამი. აი ხო, მოკლედ მე დამავიწყდა ის წესი, რომ პრინციპში ჩემთვის მანიაკი საჭო აღარ არის, იმიტომ რომ ორჯერ უკვე გაისროლა და რომ ციყოს ნიკა ჭურაძე დარწმუნებული ვარ, რომ უნდა რომ მოქალაქეობა მოიგონ. მოკლედ ნინო ფერაძეს ვტოვებ მე სიტყვას. მადლობა. 4-იანს უსმენთ? მე ვერ გავიგებ ბრალდება, მაგრამ იმებში ვეთანხმები, რომ ანუ ამორზეც მოხს ახლა მანიაკობაზე ეჭვი და წეღან მაგიტო ვითვლები რა მოკვალებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 6-იანი იმას აქვთ რა მოუკლათ რა პირველი ძალიან არადამაჯერებელი იყო. ანუ მაგაზე შევთანხმდეთ რა და რავი 6-იანზე ავწიოთ თუ რამე თავიდან მიქნიათ. მე რა თავიდან 5 წამი გვაქვს დარჩენილი? მეტი არ ფერებდა შეთანხმა. მადლობა. 6-იანს უსმენთ? ის ვერ გავიგე ლოგიკა, რატო არ ჯდება ის რაც შენ მითხარი რა. ეს რო თვითონ მანიაკს მოეკლა და ამას მოეკლა ის ვიღაცა, თორემ ხო არ არის ეგ გამორიცხული. ბოლომდე ვერ მივხვდი მაგ ამბავს. არ ვიცი, მე ჭურიკაზე ვტოვებ ისევე ეგ მგონია ლოგიკური. დასახელებული კანდიდატურები არიან 3, 4, 6. ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს, რომ 3-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ხა მიეცით ხმა? არც ერთი. ვინ ფიქრობს, რომ 4-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ხა იწეთ ხმა? 2 ხმა. და 3 ხმა გადავიდა 6 ნომერზე. 6 ნომრის ბოლო სიტყვა. ანუ მე შენზე მგონია იდეაში, ისევ და ისევ. ეგ არის ალბათ ჩემი ბოლო ის. დავამშვიდობოთ 6 ნომერს. მადლობა დიდი. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. მიიღეს გადაწყვეტილება. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო გადაწყვეტილება. პასუხი. იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. მიიღო პასუხი. იღვიძებს მანიაკი და შეეცდება რომ გამოასალმოს სიცოცხლეს. მიიღო გადაწყვეტილება. იღვიძებს ექიმი და შეეცდება რომ გადაარჩინოს. მიიღო გადაწყვეტილება. თენდება. თამაშს ტოვებს ნომერი 9. თქვენი ბოლო სიტყვა. ამ ეტაპზე შეიძლება თამაში მანიაკი მხოლოდ მანიაკი იყოს დარჩენილი, ხო? თუ არა მაფია.
ну არაფერი მესამე მგონია ისე მაფიოზი, მაგრამ ამორში ერთ-ერთი მანიაკია შესაბამისად. წარმატებები პატიოსან მოქალაქეს. მადლობა, დავამშვიდობა 9 ნომერს. ამჯერად პირველად ვიყავი მანიაკი და ძალიან მომეწონა, ეს ყოფილა ჩემი და თითქმის ბოლომდე გავედი და სავარაუდოდ ბოლოში კეთი დიასამიძე მომკლა და კეთი მოგამტრა მაგთიც რომელიც ჩემსგან გამოიშვია. 12 ნომრის 1 წუთი. თუ მკვლელობა იყო, მაშინ მაგიდას დარჩა მაფია 100%. ეს მოთამაშე ნომერი 3. ჩემი კანდიდატურა მოთამაშე ნომერი 3. შეიძლება იყოს, რომ ეს არის მაფია, ეს არის მანიაკი და მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. ეს ძალიან დიდი შანსია, მაგრამ მაშინ მანიაკი მოიგო, მაგრამ მაფია მანიაკი მკვლელობა ჰქონდა. всё, მაფია მაგიდაზე დარჩა და ბოდიშით ქალბატონო კეთი. მიიღო 3 ნომრის კანდიდატურა. რა თქმა უნდა. მადლობა. 3 ნომერს უსმენთ. მე ჩემს აზრს ვჩები რომ ნიკა ჭურაძე ანუ მე ვიფიქრებ რომ სრულად მოტყუებული დავჭი ხე რომ ია იყოს მაფიოზი იმიტომ რომ ია თავიდანვე დამაჯერებელი იყო ჩემთვის და პირიქით ინსტრუქციებს აძლევდა ყოველს ვის როგორ უნდა ითამაშა ამიტომ მე ეჭვება რომ ია იყოს მაგრამ ეხლა ცოტა გადავიდა ჩემი აზრი იქითკენ რომ შეიძლება ნიკა ჭურაძე ყოფილიყო მართლა მანიაკი და უბრალოდ ხალხს კლავდა და რეალურად უნდა რომ ხალხს დახმარებოდა მაგრამ მე მაინც ნიკა ჭურაძეზე ვრჩები რა მიიღო მიღებულია 4 ნომრის კანდიდატურა. 4 ნომერს უსმენთ? მე უბრალოდ ანუ ამას მოვკლავ, მაგრამ ია არც დაგასახელებ ხა მე გამეჭვი რო არ აღუძრა შენში რა და ერთნაირად რო ვისროლთ უბრალოდ კარგი თუ ია მანიაკი არის და განწირული ვარ ეგრე გამოდის მე თუ მოქალაქე ვარ ია მანიაკი და ეს მაფიოზი განწირული ვარ რა წავაგე თამაში ერთადერთი ვიმედოვნებ რომ 9 ნომერი იყო მანიაკი უბრალოდ მერჩივნა ია მოეკლა, იმიტომ რომ 11 ნომერი უფრო, ანუ მანიაკი თუ იყო, გვერდზე მჯდომ კარგ მოთამაშის მოიშორებდა მგონია რა ეგრე, მაგრამ ნუ არ გასახელებს, საერთოდ ამას ვესვრი რა. ხო. დაასრულეთ. მადლობა. დასახელებული კანდიდატურები არიან 3, 4, 12. ამ თანმიმდევრობით. 3 ნომრის 30 წამი. მოკლედ მე წეღარაც თქვი იმაზე მეც ვერ ვიტყვი მართლა მაშინ ეხა მე ხო ვიცი ვინც ვარ ჩემი გადმოსახედიდან მაშინ გამოდის ია მაფიოზი და ნიკა მკვლელი და მაინც რატომღაც ბოლომდე ვერ ვენდობი მე-4 ნომერს ამიტომ ტოვებ მე-4 ნომერზე თუმცა მე თვითონ ვხვდები რომ აბსურდში ვარ ეხა თავიდან ბოლომდე მადლობა 4 ნომერს უსმენთ აუ არ ვიცი უბრალოდ შემიძლია ცოტა ხანი ვილოცო რომ ია იყოს მოქალაქე და არა მანიაკი რა სხვა ის არა მაქვს ანუ მაფიოზი რო არა ვარ ვიცი ერთი ვარიანტი არის რომ მაფიოზები დავხოცეთ და ეს არის მაგრამ უფრო მგონია რომ კარგი მაინც კეთი მყავს დასახელებული და გადაწყვეტილია ყველაფერი მადლობა დასახელებული კანდიდატურები არიან 3 4 ამ თანმიმდევრობით მზად ხართ ვინ ფიქრობს რომ ნომერმა 3-მა უნდა დატოვოს თამაში ეხა მიეცით ხმა და 3 ნომრის ბოლოს იყო. მოკლედ ჩემი მე ხახო ბოლოს ისეც თვითავე რომ აღარ ვიცოდი რა უნდა ვიქნებო თქვი ხომალი დავთავრდეს 3 ნომრის ბოლოს ძალიან ვიდრე რომ მეთქი აღარ შემილია რა თამარტო რომ ვიყავ კილოცავს მეგორო. იას მოშორება გვინდა და თავიდან ბოლომ. просто აი მასტერ კლასის ხურება ძალიან სასიამოვნო იყო. იგი იყო. მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო თამაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა საერთოდ პირველად ითამაშა, ძალიან დასაფასებელი არის. ჩატში გულები გაგვისპავეთ აუცილებლად. მადლობა კიდევ ერთხელ მოგზარებისთვის და ეხლა დროა რომ გამოვავლინოთ MVP. შესაბამისად პირველ ნომერს ვთხოვთ, ვინ არის მისი MVP. თქვენი აზრით ვისი თამაში მოგეწონა და ასე შემდეგ და შევაფასოთ პატარა მადლობა G2G-ს YouTube Mafia-ს და ყველას ვინც ვითამაშეთ ძალიან სასიამოვნო თამაში გამოვიდა მე მგონი ამ ჯერზე უფრო მეთხანს გავძელი ცოცხლად და შემდეგზე შეიძლება კიდევ ერთი რაუნდი დავამატო MVP-ს რაც შეეხება გულწრფელად გამოვარჩევდი ერთ ადამიანს რომელმაც თუ სწორად მახსოვს პირველმა მიიტანა ეჭვი მე-7 ნომერზე პირველმა გამოარჩია მე-6-ეს საეჭო ქცევა ბოლომდე ითამაშა თითქმის შეუცდომლად ჩემ გაგდებას თუ არ ჩავთვლით
და მგონია რომ პირველ რასადროდისულ მაფიაშიც ასევე არანაკლებ იმსახურებდა MVP-ობას და ეს არის იამეტრეველი. ჩემი MVP არის ია. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ ძალიან კარგი იყო. ვიღაცებმა არ მაცალეს თამაში. ხო, რაც შეეხება ჩემ შოუს, ერთი მინდა ვთქვა, რომ სპარტანო ყველაფერს კარგად თამაშობს, ყველანაირ ინტელექტუალურ თამაშს, ამას მათ 9 ნომერი ეს გოგონა არის. მარა და სულ ცოტა დააკლდა, რომ დღეს მოეგო როგორც მანიაკს, მაგრამ დღეს მაინც საუკეთესო იყო ია. მე როგორც მაფიოზმა თავიდანვე ვაკვირდებოდი იას და ფაქტობრივად შუა თამაში იამ ბოლომდე გადაშალა ყველაფერი და ყველაფერი ზუსტად ისე თქვა როგორც იყო ჩემ და საბედნიეროდ ბევრმა ადამიანმა არ მოусმინა მაგრამ უკვე შუა თამაში ფაქტობრივად იცოდა რა და როგორ იყო და მე იწვით არ მეპარებოდა რომ ია ეგრე ითამაშებდა ამიტომ ერთმნიშვნელოვნად დიამეტრალი არის თან იამ მოიგო თამაში იმიტომ რომ იაზე ეჭვებიც კი ფაქტობრივად არ ყოფილა მე მგონია რომ ია ცალსახად საუკეთესო მოთამაშე არის ჩვენში რა პროფესიონალია და ალბათ ყველაზე მეტად იმსახურებს ფინალში ჩვენი რასადროდის სახელით ია გაუშვათ რა მადლობა და იმედი გვაქვს რომ კიდე მოგვიწევთ და კიდე მოგვეცემა ამ ხალხთან ანუ პირადად მე მიუხედავად იმისა რომ ამ ხალხს ისედაც კარგად ვიცნობდი იმაზე უკეთ ვიცნობ ვიდრე აქ შემოსვლამდე ანუ მიუხედავად ამდენ წლიანი ურთიერთობებისა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ზოგადად თამაშს რაც შეეხება, მოთამაშეზე ხო ყველავთან ხვდებით, თავიდან, ანუ ია გადავამოწმე ერთხელ, მაგრამ რეალურად მანამდეც იყო ალბათ დასაჯერებელი, იმიტომ რომ ყველაფერს ლოგიკურად მიყვა პირველ ნაწილს თუ არ ჩავთვლით თავიდან ჩემზე რო იყო, მაგრამ ყველა ჩემზე იყო პრინციპში ეჭვი და ასე შემდეგ. თუმცა ასევე მინდა რომ მე-9 ნომრის თამაშიც გამოვარჩიო, რომელმაც თითქმის ბოლომდე აი პატარა ბოლოს 4 კაცი დარჩენილ 4 ადამიანში რო არ იქნებოდა პატარა რაღაცა ისეთი გაუთვალისწინებელი მოქმედებები, პრინციპში შეეძლო თავისუფლად რომ მოეგო, ამიტომ არ მინდა რომ დაიჭრდილოს მე-9 ნომერიც. კი ბატონო ძალიან მოხარული ვარ ამ ხალხში შედგა ჩემი დებიუტი. იდეაში მაფიამ კარგად ვითამაშეთ რაღაც მომენტში ჩამოვრჩით ერთი ნაბიჯით რა და ის ერთი ნაბიჯი იამ დაიჭირა ეგრევე რაღაც მომენტიდან მოკლედ ჩემთვის ძალიან ცხადი იყო რომ წავაგეთ. შემდეგში შეიძლება რომ უკეთად წავიდეთ ბოლომდე ნიდაკრუცილი ქვია ამას რაც მოხდა. იამეტრეველი რა თქმა უნდა. ნუ რამდენიმე შეცდომა მინდა გამოვყო საკუთარი თამაშის. ერთი პირველი რომ თუ მაინც უნდა მიხვედრილიყავით რომ თავიდან მოვაგებდით და ალბათ სანდრო უნდა გამეკდო, იმიტომ რომ ძალიან კარგი ტრადიცია არის ამ თამაში პირველი რომ სანდრო მიდის და ხოდა ანუ ერთი ის არის კიდე მეორე შეცდომა რაც დაუშვი ერთ წინა გადაცემაში ოთარ შეუთანხმდი რომ მის გუნდში უნდა მეთამაშა რასადროდეს როცა აღდგებოდა სატელევიზიო ვერსია და ახლა ისე გამოვიდა რომ პირველი ჩემი გაგდების უფლება ოთარზე გამოვიყენე და ეგ წინა თამაში მოპოვებული უპირატესობა გავანიავე ეგეც ძალიან სამწუხარო იყო ჩემი გადმოსახედიდან კიდე იას რაც შეეხება რა თქმა უნდა ცალსახად MVP-ა დღევანდელი თამაშის და ანუ მეც აქ რო ვიჯექი რავი როგორ თამაში წავა რა რაღაცას ვიტყვი რაღაცაზე დამიჭერენ რაღაცა კარგად გამომივიდა ამ დროს იამ დააწყვილა ყველა მოთამაშე მანამდე გუნდებში ამოარჩია მაფიოზები მივხვდი რომ რავი სადღაც სხვაგან ვიყავი მოხვედრილი და ძალიან ობიექტური ვარ ახლა არანაირი მიზეზი არ მაქვს ობიექტურობის იმიტომ რომ ყველას ამ მაგიდაზე თავის დროზე ბროლის ბურზე ხმა აქვს ჩემთვის მოცემული ამიტომ შემიძლია ობიექტურად ამოვარჩიო და რა თქმა უნდა ია არის MVP ლევანდელი თამაშის ძალიან ძნელი არის რამე დავამატო რაღაცა ახალი თქვა იასთან დაკავშირებით უდაოდ ია არის საუკეთესო ჩვენ შორის გამოცდილება აქვს ყველაფერში ეთყობა და გამოცდილმაც კი შეიძლება შეცდომები დაუშვას მაგრამ არ დაუშვია მოიგო თამაში მე-9 ნომერს ნინოს რომ მოიგო თამაში შეიძლება გვეფიქრა მასზე მაგრამ წააგო დიდი არა მაგრამ რაღაც შეცდომა მაინც დაუშვა ნინომაც კარგად ითამაშა 3 ნომერაც კარგად ითამაშა უბრალოდ ია სხვაგან არის მართლა რა ან ისე ყველაფერში ჩანს წესების ცოდნაში გამოცდილებაში და ყველაფერში აქვს გამოცდილებას მნიშვნელობა აქ არ არის რა ვიცი ორი აზრი სხვა არავის არაფერი უთქვამს ისედაც და ია არის რა თქმა უნდა MVP ამ თამაშს
პირველ რიგში უდიდესი მადლობა ამ თამაშს არ ხუმრობ, რომ დაარსდა მოწყობა, რომ ცხოვრებაში პირველად ნახე სერიოზული იაშკა 5 ნომერი. მე მგონი ყველა შოკი ვქონდა და მაგიტომ მივიტანეთ ყველამ დავიდან ეჭვი, რომ ეგ დრამი არასდროს არ გვინახავს. და მე როცა თქვი, რომ იმედია, რომ 12 ნომერი პატიოსანი მოქალაქე, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში და ახალი გვაქვს თქო, სერიოზულად ამბობდი ამას, იმიტომ რომ მიასწინააღმდეგ თამაში იქნებოდა ძალიან რთული და არ ვისურვებდი არასდროს. შემდეგ ზამარ დავუძახ. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო თამაში იყო, ძალიან კარგი თამაში იყო. პატიოსანი მოქალაქეობა გილოცავთ მოგებას, ჩემ უმან კოგვამზე გადაიარა თქვენმა მოგებამ და პირველი შევეწერე ჩვენი ქალაქის სიწმინდის ბრძოლის საქმეს, მაგრამ დამიფასებს იმედია მადლიერის თავმოვლობა ამას. რაც შეეხება საუკეთესო თამაშებს, რა ვიცი, ესეთი კაი ტენდენცია იყო შარშანდელი რასადროის სეზონიდან მოყოლებული, რომ გოგონები წინაურდებიან და იღებენ ბევრ ბროლის ბურს და ბევრ MVP-ს და ასე შემდეგ და აქაც ცალსახად გამოყოფთ იას, თუმცა ნინოს გადასარევი თამაშიც არ მინდა გამოგჩეს ყურადღების მიღმა და რო არა ასევე მესამე გოგო და საბედისწერო გასროლა ნინო იგებდა ამ თამაშს, ასე რომ ნინო და ია. პირველ რიგში დიდი მადლობა ჯითუჯი შენ, არ მხოლოდ შენ, მთელ შემოქმედებით გუნდს, მართლა თამაში ძალიან კაი გამოვიდა, ზოგადად პროექტი არის ძალიან კარგი. მე ისე გუფურ პროექტში როი პლუს მიიღებ და ბედნიერი რო ხარ, ოღონდ არაფერი არ გაგიკეთებია. ეგრე ვგრძნობ თავს, მაგრამ კაია მაინც რომ გამარჯვებაში გეწერება გუნდს, ხო, ჩემი აზრით საკმაოდ ჩემთვის საკმაოდ არალოგიკური ქილები მიდიოდა თამაშის დროს და მაგიტო მიმქონდა ყოველთვის გამოცდილ მოთამაშეებზე. ეჭვი რაც კიდევ ერთხელ არის კომპლიმენტი 3, 6 და 7 ნომრისთვის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ახალბედებისთვის ძალიან საინტერესოა თამაშის პირველი თამაში. 8 ნომერმა თქვა, რომ 9 ნომერს რომ მოეგო თამაში, ალბათ შეიძლება და ფიქრი გახდებოდა თუ არა საუკეთესო, ალბათ კი არა, ცალსახად გახდებოდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სპორტში გამარჯვებული არის საუკეთესო, იმიტომ რომ ხო 100-დან 100 თამაშს ატარებ და რო არა ის შეცდომა, რომ სოსო მოკლა და საოცარი თამაში ექნებოდა, თუმცა ნუ ცხადია, ხო, როგორც ამერიკულ ფეხბურთს ყავს GOAT 12 ნომრით Tom Brady, ამ მაგიდასაც ყავს GOAT 12 ნომრით იამეტრეველი. ძალიან კარგად ითამაშა ნომერი 3, ქეთი, იმიტომ რომ ეს პირველი თამაში იყო და თავიდან შავი კარტა ეს ძალიან რთულია და მხოლოდ მათემატიკურად წააღეს თამაში ბოლო წრეზე. იმიტომ რომ სხვა არ არსებობდა სხვა ვარიანტი. ძალიან კარგად ითამაშა ჩვენი შერიფი, დეტექტივი, იმიტომ რომ უშეცდომოდ მოიგო, ну, პრინციპში წითელი გუნდი იშოვა და დარჩა მხოლოდ დატოვა ჩვენთვის 2 შავი მოთამაშე. ძალიან კარგად ითამაშა ჩვენი მანიაკი და ძალიან დიდი შანსი ჰქონდა. მეათე მაგალითად ისევ წითლად დაიწყო თამაში, რომ იყო პირველი მსხვერპლი. ყველაზე წითელი იყო მაგიდაზე. კარგი. დიდი მადლობა ყველასთვის. კიდევ მოვალ. დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ კიდევ სხვა გადაცემებშიც, ფინალშიც თქვენგანი გადავა და ითამაშებს. მე და ქართული YouTube-ის მაყურებელი თქვენ ყველას ძალიან გაფასებთ და დარწმუნებული ვარ, რომ სათანადოდ დააფასებს ამის შემდეგ უფრო მეტად. მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, მე ძალიან მომეწონა ეს თამაში, ყველა თამაშს აღვნიშნავ და მომავალ შეხვედრამდე.